მოგესალმებით. ერეკლე მეორეზე გვექნება დღეს საუბარი. ერეკლე მეორეს ეპოქა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი გზაგასაყარია, რომლითაც დაამთავრდა ფაქტობრივად ჩვენი ქართული სამეფოს ისტორია. მერე დაიწყო რუსული ოკუპაციის პერიოდი, საბჭოთა პერიოდი, თანამედროვე საქართველო. მაგრამ ყველაზე საინტერესო რა არისო, ეს ეპოქა არ არის რაღაცა დასუსტებული მომაკვდავი ქვეყნის ისტორია. და ამ ეპოქაში ეს არ ხდებოდა. პირიქით, ეს იყო ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი რენესანსის ხანა, როდესაც ისევ დაიკუხა მსოფლიო ასპარეზზე ქართულმა პოლიტიკამ, ქართულმა სახელმწიფომ, ქართულმა სამხედრო საქმემ. ყველაფერი დაიწყო მე-18 საუკუნის დასაწყისში, როდესაც პეტრე პირველის ღალატის წყალობით ვახტანგ მე-6 იძულებული გახდა, რომ რუსეთში გადახვეწილიყო და 1200 რჩეული ქართველი თან წაეყვანა, ხოლო მთელი საქართველო აღმოჩნდა ოსმალთა ბატონობის ქვეშ. 1724-დან 35 წლამდე ჩვენი ისტორია ამ პერიოდს უწოდებს ოსმალობის ხანას. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფაქტობრივად ყველანაირი ქართული კანონმდებლობა გაუქმდა და ოსმალური წესით იმართებოდა ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ფაშა, სერასკირი, სამთუღიანი ფაშა, გვარად ჯაყელი იყო და სახელად ისაკი იყო. მაგრამ ეს ისახ-ფაშა ჯაყელი ფაქტობრივად აოსმალებდა საქართველოს. აი ამ დროს აღმოჩნდა ერთი კაცი, რომელზეც ჩვენ გვქონდა წინა გადაცემაში საუბარი, დიდი გმირი გივი ამილახვარი, რომელიც არ გაჰყვა ვახტანგ მე-6-ს, დარჩა საქართველოში. რამდენიმე სიკეთეც კი, ასე ვთქვათ, როგორც სიტყოდა კვაჭი კვაჭანტირაძე, გამოიმასქნა ოსმალებს, გადაარჩინა სიონი მეჩეთად გადაკეთებას, გამოიყენა არაერთხელ ოსმალური რაზმები ლეკების თარეშის სასალაგმად, ემზადებოდა მომხრეებს, იკრებდა. მარჯვე დროს უცდიდა და დადგა ესეთი მარჯვე დროც 1735 წლისთვის ირანის სივრცეში, რომელიც ირანიც მანამდე ფაქტობრივად 15 წლის მანძილზე იავარქმნილი ჰყავდათ ავღანელებს, ოსმალებს, რუსებს. დაწინაურდა ვინმე ნადირ ხანი, შემდგომში ეს ნადირ შაჰ ავშარია, რომელმაც ავღანელებიც დაიმორჩილა, ოსმალებიც ალაგმა და გააჩინა სათანადო სიტუაცია ქართლში აჯანყებისა, რომელსაც სათავეს ჩაუდგა გივი ამილახვარი და განდევნა აღმოსავლეთ საქართველოდან ოსმალები. აი ამ დროს, სწორედ აი ამ პერიოდში გამოჩნდა პირველად ასპარეზზე 15-17 წლის ერეკლე მეორე, რომელიც იყო კახეთის მეფის ერეკლე პირველის, სხვა შორის რომელიც ერეკლე პირველიც ითვლება შესაძლო მამად პეტრე პირველისა და ამაზე ქართველ მეცნიერებსაც ჰქონდათ მონაცემები, ცნობილ რუს ისტორიკოს ალექსეი ტოლსტოისაც და ასე შემდეგ. და დღესაც ინტერნეტში არაერთი, ასე ვთქვათ, სტატია ქვეყნდება თუ პოდკასტი თუ სხვა ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ პეტრე დიახ ერეკლე პირველის უკანონო შვილი იყო. სწორედ ამ ერეკლეს ყველაზე უმცროსი ვაჟი იყო თეიმურაზ მეორე. თეიმურაზ მეორეს ვახტანგ მე-6-ის ქალიშვილისგან, თამარისგან ყავდა ერეკლე მეორე, ერთადერთი ვაჟი. და თეიმურაზ მეორე და ერეკლე მეორე განსხვავებით მათი სხვა ნათესავებისგან, მამის მხრიდან თეიმურაზ სხვა ძმების ან ძმისშვილებისგან იყვნენ ქრისტიანები და ისინი შეუერთდნენ გივი ამილახვრის მოძრაობას, გათავისუფლეს კახეთი, ასე ვთქვათ, ოსმალებისგან, მაგრამ რა მოხდა? აქ ჩვენ აღარ გავვრცელდებით, რომ ნასაუბრალი ყვა გივი ამილახვარს. ნადირ შაჰმა დაატყვევა მაშინელი ქართული ელიტა, თან წაიყვანა ირანში და როგორც გივი ამილახვარს, რომელიც ასევე პატიმრობაში აღმოჩნდა, ასევე თეიმურაზ და ერეკლეს, რომელიც აიძულა რომ წაყოლოდნენ, მონაწილეობა მიაღებინა ინდოეთის ლაშქრობაში. ეს სხვა შორის ძალიან შთამბეჭდავი რამ არის იქ, დიდი მოგოლის, ასე ვთქვათ, ძვირფასი თვლის ისტორია. ეს ის პერიოდია, როდესაც ბრიტანეთი ჩედის ინდოეთში და ძალიან იკვეთება სხვათა შორის ნადირ შაჰის, ბრიტანელების ხაზი და ძალიან სერიოზული
ვარაუდების გამოთქმა შეიძლება და შესწავლის საგანი უნდა გახდეს ერეკლე მეორეს ურთიერთობა ბრიტანულ ოსტ-ინდურ კომპანიასთან. და რატომ? იმიტომ რომ სწორედ ირანიდან დაბრუნების შემდეგ, ანუ ინდოეთის ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ, ერეკლე მეორეს პირველად საქართველოში შემოაქვს ისეთი პოლიტიკური, სამართლებრივი წესები და ტერმინები, რომელიც მანამდე არ იცის ქართულმა სივრცემ, სხვა შორის არ იცის არც რუსულმა სივრცემ, არც ფრანგულმა, არც ყოფილმა ბიზანტიურმა და ოსმალურმა და დამახასიათებელია მხოლოდ და მხოლოდ ბრიტანეთისთვის. მაგალითად, ახალი კრეაციის არისტოკრატიის გაჩენა. ადრე მაგალითად ადამიანი თუ გათავადდებოდა ვიღაც დაუშვათ გურამიშვილი, ის ხდებოდა თავადი გურამიშვილი. გუშინი ხო თქვა პირობითად აზნაური გურამიშვილი ხდებოდა თავადი გურამიშვილი. იყო აზნაურის ადგილზე თუ შეეცვალა სახელი თავადი გურამიშვილი ხდება შემდეგ. ერეკლე მეორე აკეთებს ესეთ რამეს. ანიჭებს თავადობას წარჩინებულ ადამიანებს, ოღონდ არსებული გვარის ხმოვანებით. მაგალითისთვის ამდენმეს მოყვები. ჩვენ მაგალითად ყოფს ცნობილი 1832 წელს შეთქმულების მონაწილე და მერე გამცემი იასე ფალავანდიშვილი და ნიკოლოზ ფალავანდიშვილი, რომელთა ნამდვილი გვარიც იყო მიკაძე. აზნაური მიკაძე გაათავადა ერეკლე მეორემ და მას მიანიჭა უკვე არსებული გვარის ხმოვანება ფალავანდიშვილის. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ნამდვილი ძველი წარმოშობის ფალავანდიშვილიც არსებობდა. ასევე აკეთებს, როდესაც იესე ოსეს ძეს გაათავადებს ასევე მიკაძეს, მას მიანიჭებს ბარათაშვილობას. ამ დროს არაერთი ბარათაშვილი არსებობს, მათ შორის ნიკოლოზ ბარათაშვილის ოჯახი, მაგრამ აი მიკაძეს როგორც კი თავადობას ანიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ მიკაძეები სამეგრელოში არიან თავადები და ქართლში მხოლოდ აზნაურები, უკვე თავადურ ხარისხში აყავს ტრადიციული ერთ-ერთი თავადური გვარის ბარათაშვილის ხმოვანებით. იგივე შემთხვევა გვაქვს ყავს ძალიან ცნობილ დიდ ქართველ სოლომონ ლეონიძესთან დაკავშირებით სამწუხაროდ მისი ძველი გვარი არ ვიცით. ის საერთოდ ჯერ გლეხი იყო, გააზნაურდა, მერე გათავადა და მას შეეცვალა გვარი. მაგრამ ვიცი ჩვენ გარსევან ჭავჭავაძის გვარი, მამუჩიშვილი იყო გლეხი, გააზნაურა და როდესაც გაათავადა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ჭეშმარიტ ჭავჭავაძე და არაერთი ოჯახი, რომელსაც ეკუთვნოდა ჩვენი დიდი მამა ილია ჭავჭავაძე, გარსევან მამუჩიშვილი გახადა ჭავჭავაძე. ასეთივე ფაქტები გვაქვს ვაჩნაძეზე, მოკლედ ძალიან ბევრი მაგალითის ჩამოყალიბდა, შეგვიძლია დოკუმენტურად დადასტურებული. ეს ფენომენი, ეს ასე ვთქვათ, ინსტიტუტი თუ სამართლებრივი წესი თელს ევროპულ სამართალში იცის მარტო ინგლისურმა სამართალმა, მეტი არავინ. და შეუძლებელია, თუ დამთხოვა არ არის, რომ კონტაქტები არ ყოფილიყო იმ სივრცესთან და დაინტერესება თუ როგორ ხდება ბრიტანეთში. მეორე მაგალითი. შემოგვს თანამდებობები, მათ შორის აღნიშნულოვანი კანცლერი, ვიცე-კანცლერი. ეს თანამდებობები ზუსტად იმ ფუნქციით, რომელ ფუნქციასაც იყენებს ერეკლე მეორე, დამახასიათებელია ამ დროინდელი ბრიტანეთისთვის. მოკლედ, ინდოეთში ლაშქრობა, ჩვენ ვიცით, რომ თავი გამოიჩინა ერეკლემ და იქ თქვათ, გმირულად იბრძოლა ერთის მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან სერიოზული ინფორმაციის მომტანიც ყოფილა. იმიტომ რომ აშკარად იგრძნობა შეხება ბრიტანულ დიპლომატიასთან, ბრიტანულ სივრცესთან, რომელიც ზუსტად ნადირ შაჰის პარალელურად ამ სივრცეებში იმ პერიოდში აქტიურობდა. მაგრამ ერეკლეზე და თეიმურაზე მეტად ინდოეთში ლაშქრობაში თავი გამოიჩინა გივი ამილახვარმა, რომელიც დაბრუნდა თუ არა ქართლში, მომენტალურად სათავეში ჩაუდგა ქართლის აჯანყებას ნადირ შაჰის წინააღმდეგ. სხვა შორის ერთი რამ საინტერესო იყო, რომ ნადირ შაჰს თეიმურაზისა და ერეკლესთვის რჯული შეცვლა არ მოუთხოვია. და ესეც შესასწავლია, იმიტომ რომ ნადირ შაჰი არ იყო კლასიკური შიიტი. ნადირ შაჰი ცდილობდა ახალი რელიგიის ჩამოყალიბებას. ანუ საერთოდ იყო თუ არა მუსლიმი მსოფლმხედველობით, ეს კიდევ შესასწავლი და კიდევ გასარკვევია. და ნადირ შაჰის წინააღმდეგ აჯანყება იყო არა იმდენად ანტიისლამური, რამდენად აჯანყება ქართლის დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ გადადგმული და იმ ირანული ძალიან მძიმე გადასახადებისაგან განთავისუფლებით განპირობებული, რომელიც გადასახადებით დიდ და მძიმე უღლად აწვა ქართლის მოსახლეობას.
აი სწორედ 1740-იან წლების დასაწყისში, როდესაც იწყებს გივი აჯანყებას ნადიშახის წინააღმდეგ, ის პირველ რიგში სთავაზობს თეიმურაზ და ერეკლეს, რომ ან მამა, ან შვილი მობრძანით სვეტიცხოველში ეკურთხეთ ქრისტიანულად მეფეთ. ამდენი საუკუნის შემდეგ, ხო ჩვენ ვიცით, რომ ფაქტობრივად 1606 წლის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში არც ერთი მეფე ქრისტიანული წესით აღარ კურთხეულა და ყველას უწევდა ტახტზე ასვლა ისლამის მიღების შემდეგ. და სთავაზობს. მაგრამ არავის არ ჯერა, რომ შესაძლებელია ინდოეთის დამპყრობლის, მთელი შუა აზიის დამომორჩილების, ოსმალეთის დამამარცხებლის, ნადირ შახის წინააღმდეგ ბრძოლა და მით უმეტეს წარმატებული ბრძოლა მხოლოდ ქართლის ძალებით, გივი ამილახვრის ძალებით. და რა თქმა უნდა თეიმურაზ და ერეკლე ამ დროს თავს იკავებენ ამ აჯანყებაში მონაწილეობაზე, მაგრამ ხდება სასწაული. 3 წლის განმავლობაში აჯერმეთ ბრძოლას მოუგებს ნადიშახს გივი ამილახვარი და აი ამ დროს ნადიშახი იძულებული გახდება ასეთი რამ განაცხადოს, რომ თუ კი გივი ამილახვარს ან მოკლავენ, ან შეიპყრობენ და მას მიგურიან, ან თვალებს დათხრიათ. მოკლედ გივი ამილახვარს თუ გაანეიტრალებენ, ქართველებს ნება ეძლევათ ქრისტიანული წესით მეფე დასვა. ერთი რამ მოხდა, რომ ერეკლე და თეიმურაზი ასე ვთქვათ დაუკავშირდნენ ნადიშახს მის 9000-იან ჯარს ჩაუდნენ სათავეში. ნადიშახმა მიაშველა 9000 ავღანელი ერეკლეს და თეიმურაზ გივის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა კახელების დიდი ნაწილით შეუერთა ერეკლეს, მეტიც უკვე ქართველი თავადების დიდი რაოდენობაც გადავიდა მათ მხარეს. ნუ ბუნებრივია, იმიტომ რომ მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა მეფობის აღდგენის. ეხლა ვიღაცამ შეიძლება ეს ძალიან დიდი კრიტიკის პრიზმით გაატაროს, რომ მტერს ეკურები გმირი ქართველის წინააღმდეგ, მაგრამ რეალურად პოლიტიკური თამაშები იყო. და სხვა შორის გივი ამილახვარსაც დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი ბრძოლა წააგო ერეკლესთან აჩაბეთის, მაგრამ არაგვის ხეობაში თეიმურაზ დაამარცხა და სურამში შვენივრად იყო გამაგრებული და დახმარებას დასავლეთ საქართველოდანაც იღებდა, ოსმალეთიდანაც იღებდა და ფაქტობრივად მისი ხელში ჩაგდება შეუძლებელი იყო. გივი თავისინები ჩაბარდა ტყვეთ, იმიტომ რომ უღირდა საქართველოში მეფობის აღდგენა. 1754-ში რეალურად მეფები გახდნენ, პარალელურად ერეკლე როგორც კი ქართლში ის და მამამისი გამეფდებიან, პირველივე დღიდანვე იწყებს ფიქს ირანელთა ბატონობისგან საბოლოოდ გასათავისუფლებად. გარნიზოს განდევნის, ირანულ გარნიზოს ნარიყალადან შეუწყვეტს ხარკს, ამაზე განრისხებული ნადირ-შაჰი გადაწყვეტს მის დასაჯელად გამოუშვას 30000-იანი არმია, რომლის სარდლათაც ნიშნავს შაჰ-ყული ხანად გადაქცეულ გარდაქმნილ გივი ამილახვარს. ამ დროს სხვა შორის ერთი რამე არ უნდა გავაუწყდეს, რომ ირანის სამეფო კარზე 99% არიან ქართველები ან დაღესტნელები. სხვა შორის მერე რო ხვდება, რომ აი ამდენი ფათალი ხანი, ომარ ხანი დაღესტანში რა ვიცი, ყოველ სოფელში რო თვითონ ხანია, ეს თვითმარქვე ხანები კი არ არიან. მათ წინაპრებს ეს ტიტულები ირანის სამსახურში აქვს მიღებული, ძალიან სერიოზულ სახანოებს ომართავდნენ და საერთოდ როგორც დასავლეთ ქართველები ჩერქეზებთან ერთად წინაურდებოდნენ და პირველ ადგილზე იდგნენ ოსმალეთის იმპერიაში, ზუსტად ანალოგიურად ქართველებთან ერთად დაღესტნელები და მათ შორის მაშინ დაღესტნური იყო დღევანდელი აზერბაიჯანის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ისინი წინაურდებოდნენ და ისინი ქმნიდნენ. ამინც ირანში, როგორც არმიაში და არა მარტო არმიაში, ეს ცალკე შესწავლის საგანი უნდა იყოს, იმიტომ რომ უდიდესი როლი აქვს ნათამაშები არქიტექტურაში, მხატვრობაში, მედიცინაში, მწერლობაში, პოეზიაში, ასე რომ ქართველებს თავიდან გვაქვს შესასწავლი, თუ რა როლი გვაქვს ნათამაშები ქართველებსაც და ზოგადად კავკასიელებს მე-16, მე-17, მე-18 საუკუნეების და პრინციპში მე-19 საუკუნის ირანის ისტორიაში და კულტურაში და სამხედრო საქმეში, ეკონომიკაში და ფაქტობრივად ყველა სფეროში. და მოკლედ იქ შეკრებილი ქართველები არ დაუშვებენ ნადირ-შაჰის მიერ ერეკლეს საქართველოს აოხრებას, ნადირ-შაჰი კვდება, კლავენ. გივი ამილახვარი შეკრებს იქ ყოფ ქართველებს და მოუწოდებს, რომ წამოყვნენ საქართველოსკენ, გამოიტაცებს, წამოიღებს შაჰის ხაზინას. (1759) წელს არსებობა შეწყვიტა ირანის სახელმწიფომ და 1796 წლამდე სანამ აღა მაჰმად ხანი არ ეკურთხა ირანის შაჰად, ამდაგვარი წოდების მართველი, ანუ შაჰის წოდების მართველი ირანს აღარ ყოლია. უამრავ სახანოდ იყო დაშლილი, შიგადაშიგ
ნაწილობრივ ერთიანდებოდა, აი მაგალითად როგორც ქერიმ ხან ზენდის დროს, მაგრამ ქერიმ ხანი ვერ ბედავდა შახის ტიტულის მიღებას. მოკრძალებით მალიქს ეძახდა თავის თავს, ანუ მეფეს, მაგრამ არა შახს. და რატომ? იმიტომ რომ მოღოლებული ჯერ კიდევ სიმონ მეფის პერიოდიდან, მე-16 საუკუნიდან, წესი იყო, რომ ირანის ამის პასალარები იყვნენ ქართველნი. და როგორც წესი ჯერ ერთი შახისთვის ხმალი უნდა შემოერტყა ამის პასალარს და ეს ცნობილი ლეგენდად ქცეული ერეკლეს ხმალი, რომ თითქოს აღამახმად ხასაც უნდოდა. ეს ყველაფერი მითოლოგიზირებულია თითქოს ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ აღწერს რეალობას, რომ გურჯისტანის მმართველი და მისი ხმალი აუცილებელი იყო დასტურად, რომ ვინმე სულფასოვან შახინ შახად ჩათვლილიყო. სხვა შორის დიდი გავლენა ჰქონდა ხორასნის მმართველებსაც, შეიძლება სხვა სახანოებსაც, მაგრამ გურჯისტანის ვალის ფაქტორი მაინც ძალიან დიდია. ამ პერიოდში, განსაკუთრებით მე-17 საუკუნეებში და როგორც ვამბობდით, თუ გავითვალისწინებთ, რომ დაწყებული ისპაჰანის ტარუღიდან დამთავრებული ფაქტობრივად 80% სამინისტრო პოსტების ქართველებს ან კავკასიელ დაღესტნელებს ეკავა და ეპყრათ. სავსებით ბუნებრივია ეს გავლენა და შესაბამისად ერეკლეს მხრიდან ვინმეს ირანის შახის კანდიდატად აღიარებას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ერეკლეს ებრძოდა ცნობილი აზატხანი. ეს იყო ავღანური წარმოშობის ხანი, რომელსაც რაღაც პერიოდში 40-იან წლების ბოლოს 50-იან დასაწყისში ყველაზე დიდი შესაძლებლობა ჰქონდა და ყველაზე დიდი პერსპექტივა, რომ ირანის შახი გამختارიყო. მაგრამ დამარცხდა ერევნის ბრძოლაშიც, შემდგომში ერეკლემის ტყვეთ ჩაივგდო. მერე აზატხანი გადასცა ქერიმ ხანს და სამაგიეროდ ქერიმ ხანისაგან ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დივიდენდებიც მიიღო ამის სანაცვლოდ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ერეკლეს თანხმობა იყო გადამწყვეტი საიმისოდ, რომ ვინმე თვითგამოცხადებული ირანის მბრძანებელი სხვა ხანებს პირველ კაცად ეცნოთ. მეტიც 1755 წელს როგორც წერს ერეკლეს შვილიშვილი, ისტორიკოსი, შემდგომში რუსეთის აკადემიის წევრიც კი თეიმურაზ ბაგრატიონი, თბილისში ჩამოვიდა ირანის ყველა შახის წარმომადგენელი და ერეკლეს თხოვეს განჯაში შეკრება. განჯა ხა დღეს არის პატარა ქალაქი, თორემ მაგალითად მე-14-მე-15 საუკუნეებში უფრო ადრეც მე-11-მე აი პერიოდულად ის ხდებოდა ჩრდილოეთ ირანის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. აი მაგალითად მონღოლების პერიოდში საუბარია, რომ სამჯერ მრავალი ცხოველი და მდიდარია განჯა, ვიდრე თვითაურისი. ასე რომ განჯაში შეკრება ეს პატარა რამეს არ ნიშნავს, ხო? ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კავკასიის ფარგლებში და უფრო საზღვრებთან მდებარე ყველაზე სერიოზულ ისლამურ ქალაქში სთხოვენ, რომ შეიკრიბონ. და ერეკლე და მამამისი ჩადიან. აქ არის შემოკრებილი ყველა ირანელი ხანი იმ პერიოდისთვის ვინც იყო. ეს ის მომენტია, როდესაც ერეკლე ერევანი დაიმორჩილა და აზატხანი განეიტრალა და სთავაზობენ, რომ იყავი ქრისტიანი, ოღონდ გახდი ირანის შახი. რომ ირანი იყოს ერთიანი სახელმწიფო, ოღონდ შენ იყო შახი, კი ბატონო, ჩვენ ყველანი ყაბულს ვართ, თუნდაც ქრისტიანად დარჩენის პირობით. და აქ ესეთი რაღაც გააკეთა ერეკლემ, სხვა შორის პატარა ბიჭი არ იყო, 35-ის ან 37 წლის იყო. ყველა ეს ხანი დააპატიმრა. ამაზე როგორც თეიმურაზ ბატონიშვილი წერს, ჩემს დიდ პაპასო, ანუ ერეკლეს მამას თეიმურაზ რა ქვია, დიდი დავა ქონდა ერეკლესთან, რომ დაუშვებელი მათჩვლები რჩება, მტრად მოვიკიდებ და ასე შემდეგ, მაგრამ ერეკლე გადაწყვიტა, რომ ყველა ხანი ხელში მყავსო და ამაზე კარგ საშუალებას როდის მოვახერხებ, რომ ყველა ერთად გავანეიტრალო. სანამ ამაზე იყო ჭიდაობა თუ რა ეკნათ ამ ხანებისთვის, ეს შეიტყო შაქის მმართველის ვაჟმა, აჯი ჩალაბის ვაჟმა და წამოვიდა რაზმით თავს და ესხა განჯას. მოკლედ ეს ხანები დააყრევინა ერეკლეს,
შემდგომში დაიწყო ქვემო ქართლის აწიოკება, სხვაჩვე საინტერესოა, რომ ეს ლეკიანობა როცა ხდებოდა, უმეტესწილად ისინი ქვემო ქართლს აწიოკებდნენ, რატო? იმიტომ რომ მაინც და მაინც ქართული მოსახლეობა არ გაეღიზიანებინათ. ქვემო ქართლი ბარაქიანი იყო, შემოსავლიანი, მაგრამ იქ მუსულმანი ეს ბორჩალოელები სახლობდნენ. ისე დღეს ჩაყარესო ეს ბორჩალოელებიო, რომ დაცარიელებული ერევანში გადასახდენო. ერეკლეს არც მამამისი ელაპარაკებოდა რაღაცა პერიოდიო თავადებისაც არ ქონდათ მაინც და მაინც კაი რეაქცია, ეს რა ქენი და რა ქვია, რატო ქენი თქვა და ესეთი რაღაცა, მოკლედ რამდენიმე თვე დაჭირდა, სანამ ხელახლა ყველას გული მოიგო, ისევ შეკრიბა რაზმი ერეკლემ, ალაგმა ლეკების თარეში, ჩავიდა ერევანში, იქიდან უკან წამოიყვანა ეს ბორჩალოელი თათრები და ისევ ჩამოასახლა მარნეულსა და დღევანდელი გარდამნის ტერიტორიაზე და ბოლნისსაც არიან დღესაც. რატომ? ძალიან მარტივი მიზეზი დაახსნა კონდა. სხვაჩვენს ეს მარნეულები, ეს ბორჩალოელები ძალიან ერთგულებდნენ ერეკლეს და ცნობილი გმირიც იყო ერთი ხუდიო ბორჩალოელი, მაგრამ იმიტომ რომ კარგად იხდიდნენ. შრომობდნენ, შემოსავლიანი მიწა იყო და ხაზინას ყოველთვის პირუთვნელად ავსებდნენ. განსხვავებით ქართველებისგან. აი ეს პრობლემა სხვათა შორის, აი დამოკიდებულება გადასახადებისადმი, სახელმწიფოსადმი მორჩილების თემა. მოდი ვაღიაროთ, რომ ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა იყო ქართული საზოგადოების. ამიტომ უწევდა ერეკლეს, თქვათ, მუსულმან ბორჩალოელებზე დაყრდნობა, იმიტომ რომ ხაზინა შევსება ჭირდებოდა და ქართველი გადასახადის დამალვაზე იყო ორიენტირებული. პირველ რიგში სათავადოები. ეს სათავადოები ყველამ კარგად ვიცით, რომ მე-15 საუკუნის ბოლომდე ეს ფენომენი არ არსებობდა. იმერეთში და დასავლეთ საქართველოს სხვათა შორის ეგრეთ წოდებული თავადები ყოველთვის იხდიდნენ სახელმწიფო გადასახადს. კახეთში არ იხდიდნენ თავადები, მაგრამ სათავადო არ არსებობდა. იქ სამოურავო მოწყობა იყო და შესაბამისად ის ინდივიდუალური თავადების მხრიდან გადასახადების, ასე ვთქვათ, დაფარვა დამალვა ნაკლებ თვითად აწვა ქვეყანას, მაგრამ ქართლში ვებერთელა გაერთიანებები იყო ეს სათავადოები. ძალიან დიდ ტერიტორიებს მოიცავდა პრაქტიკულად სამეფოს 80% სათავადოების ხელში იყო. დანარჩენი რჩებოდა და მეფესა და ტახტის აზნაურებს და ამათ 80% და ხაზინაში ერთი თეთრი არ შედიოდა. ჩვენ ქონდა გიორგი სააკაძეს საუბარი, რომ როდესაც ის შეეცდება, რომ ალტერნატიული შემოსავლის წყარო გაუჩინოს, ხო? საქალაქო მეურნეობითა და ვაჭრობით სამეფო ხაზინას, იმიტომ რომ ელემენტარულად მეფე თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ხდებოდა თავადების კეთილ განწყობაზე. ჯარს გამოუყვანდნენ თუ არ გამოუყვანდნენ მტერს, შეეკროდნენ თუ საქართველოს ერთგულება დარჩებოდნენ. ეს პრობლემა სულ იდგა საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატკივარი და ჭირი ჩვენი ქვეყნისა სწორედ ეს იყო. და ერეკლე მეორე მიადგა სხვათა შორის და დაიწყო სათავადოების გაუქმება. სათავადოები არსებობდა ქართლში. მან გააუქმა უძლიერესი, ერთ-ერთი ყველაზე დაუმორჩილებელი ხნისაერისთავო, არაგვისაერისთავო, საამილახრო, ძალიან დაამდაბლა და დაასუსტა სასოლოღაშვილო, საბარატაშვილო, სამელიქიშვილო, ანუ მაქსიმალურად საორბელია. რეალურად ის ძველი საბარათიანო არც არსებობდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა ორბელიანი ბარათაშვილი უკვე ინდივიდუალური თავადი იყო. აი ესე რომ ერთი რომელიც იქნებოდა, თქვათ, მთელს ქვემო ქართლში ყველაფრის გადამწყვეტი, ესეთი პიროვნება უკვე ერეკლეს დროს ვეღარ არის. იგივე შეიძლება ვთქვათ შიდა ქართლის სხვა სათავადო სახლებზეც და ამ ტენდენციას აგრძელებდა. სწორი იყო, რა თქმა უნდა, სწორი იყო ეს ქვეყანას ამტკიცებს, მაგრამ ეს იწვევდა უკუ რეაქციას. იყო უამრავი შეთქმულება, ამ შეთქმულებებში ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი და სახიფათო იყო 1765 წლის ეგრეთ წოდებული მარკოზაშვილის დარბაზელთა გამოსვლა და ამას კიდევ ეწოდება მეორე სახელიც პაატა ბატონიშვილის შეთქმულება. პაატა ბატონიშვილი იყო ვახტანგ მეექვსის უკანონო შვილი. და მაშინ გადაწყვიტეს, რომ ერეკლე მოეკლათ, ოჯახი მისი ამოეწყვიტათ და ისევ აღედგინათ, ასე ვთქვათ, ქართლის თავადობის გავლენები და ძლიერება. და ვინმე დათუნა ფეიქარმა გაამჟღავნა ეს აჯანყება ერეკლემ. დარბაზი მოიწვია სხვათა შორის, დარბაზს გადააწყვეტინა საკითხი და პირადად, რომ ვინმე არ დამთოთ ბრალი, რომ ჩემი პირადი ინტერესებიდან გამოვდივარო, ზოგი სიკვდილი დასაჯეს, მათ შორის მისი ბიძა, რომელიც მის თანატოლი იყო, სხვა ეს პაატა ბატონიშვილი, სიკვდილი დასაჯეს, ზოგი თქვათ სხეულის მიერე დაასახიჩეს, ზოგი განდევნეს, მაგრამ სათავადოთა უმეტესობა კიდე
აი გვარების წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ, თქვა ეს იყო იგივე დიასამიძეები, თაქთაქიშვილების ხვები, დაამდაბლა, დაასუსტა, ზოგი გააუქმა. იმიტომ რომ სხვა გზა არის, ხო? ქვეყანას ჭირდებოდა სიმტკიცე და ერთიანობა. მაგრამ ნახეთ რა არის ეს ტენდენცია ძალიან ცუდად იჩენს თავს და ძალიან ჩვენი ქვეყნისთვის სავალალო როლს ითამაშებს გეორგიევსკის ტრაქტატის ამბების პერიოდში. რატომ? იმიტომ რომ ქართული თავადების შეთქმულებები მერეც არ გაჩერებულა. 70-იან წლებშიც იყო უფრო მცირე მასშტაბის და ერთ-ერთი მომენტი, რამაც ერეკლეს უბიძგარო რუსებთან გარკვეულ მოლაპარაკებაზე წასულიყო, სწორედ ამ საყოველთაო აჯანყების საფრთხე იყო. რაც უკმაყოფილო ამ თავადებისგან არსებობდა, რომელთაც თავარი ინტერესი ამოძრავებდა პირადი ხეირი. ერეკლემ როგორც თქვით, წარმატებით გაართვა თავი, ანუ საგარეო ასპარეზზე ფაქტობრივად ყველა ომი მოიგო ირანის მიმართულებით. 60-იან წლებისთვის მას ემორჩილება განჯის სახანო, ერევნის სახანო, ნახჭევანის სახანო, ანუ დღევანდელი თანამედროვე სომხეთი და აზერბაიჯანის ტერიტორიის სერიოზული ნაწილი უშუალოდ ერეკლეს სამეფოში შემოდის. ერთადერთი, რომელიც ბოლომდე ვერ დაიმორჩილა და ძალიან უნდა ეს იყო შაქი, ანუ ყოფილი საინგილოს ტერიტორია, იმიტომ რომ ვინც ახლა კაზაკობაში ერკვევა რა არის, აი თქვა თუ რუსულ სინამდვილეში ხო რომ გარბოდნენ ადამიანები და მე დაქირავებულ მებრძოლებად, ყაჩაღებად ყალიბდებოდნენ. ესეთი ფენომენი იყო ეს თავისუფალი თემები, რომელიც ჩამოყალიბდა მე-17-მე-16 საუკუნის ბოლო და მე-17-მე-18 საუკუნეში დაღესტნის ტომებისა და ქართველების აღრევის შედეგად საინგილოს ტერიტორიაზე და მათ ასე ვთქვათ ცენტრალური ხელისუფლებისადმი მორჩილება დიდად არ სურდათ. რაც შეეხება ლეკიანობას, რა თქმა უნდა, იყო ეს პრობლემა, ლეკები ძალიან მომრავლებულებიც იყვნენ და ხან ირანისკენ თარეშობდნენ, ხან ოსმალეთისკენ, მაგრამ არც საქართველოს აკლებდნენ ხელს. მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ერეკლესსავე წყაროებიდან ჩანს, ერეკლეს ასე ვთქვათ, ხაზინის ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მას ყოველთვის ყავდა მუდმივად მრავალი ლეკთა რაზმი დაქირავებული. ანუ არსებობდნენ ლეკები, რომლებიც ყაჩაღობდნენ და რომელთა ალაგმაც იყო საჭირო, მაგრამ არსებობდნენ ლეკები, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ ფაქტობრივად ყველა ბრძოლაში და მუდმივადაც კი ერეკლესთან იმყოფებოდნენ. ეს ზოგად შიდა კავკასიური პრობლემა იყო, რომელიც რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში გადაიჭრებოდა, დარეგულირდებოდა. და აი ამის დარეგულირების ერთ-ერთი უნიკალური რამ, რაც ერეკლემ მოიფიქრა, ეს იყო 1774 წელს მორიგე ჯარის შემოღება. ყველა ქართველი მამაკაცი მოვალე იყო წელიწადში 2 თვე თავისი საგზლით, თავისი სახსით ყოფილიყო ჯარში და ემსახურა საზღვრის დასაცავად, ტერიტორიის დასაცავად, ევარჯიშა. ანუ ეს არის მოდელი, ერთგვარი მოდელი, ვთქვათ, რომელი მოდელიც არის დღევანდელი, ვთქვათ, შვეიცარიის არმია, ფინური არმია და ასე შემდეგ. ესეც უნიკალური რამ იყო, რაც ერეკლემ გააკეთა. პარალელურად რა ხდება ამ დროს? პარალელურად აქ უნდა გავიხსენოთ რა ხდება დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში 1752 წელს გამეფდა სოლომონ პირველი. სოლომონ პირველს მაყურეებს პირდებით ცალკე გადაცემებს მიუძღვნით. უბრალოდ ორიოდე სიტყვით ვიტყვით, რომ სოლომონ პირველმა 1757 წელს გენერალურ ბრძოლაში გაანადგურა ოსმალეთის არმია ხრესილის ველზე, 4-ჯერ დიდი არმია. სხვა შორის იქ მის გვერდით იბრძოდნენ აფხაზებიც, ხუთუნია შარმაშიძის მეთაურობით, მეგრელებიც, კურულებიც, ანუ ყველა ქართველი პატრიოტი. მართალია მტრის ხარეს იბრძოდა თვითონ სოლომონის ბაბუა, მოღალატე ლევან აბაშიძე და სხვა მოღალატე ქართველები. მაგრამ გმირი ქართველები და ეს გმირ ქართველებში კარგია და სიმბოლურია ჩანს აფხაზებიც და საერთოდ ყველა კუთხის წარმოადგენლები იდგნენ სოლომონის გვერდით იმ 9000 კაცი, ვინც მოიგო ხრესილი. შემდგომში გააგრძელა 11 წელს მანძილზე გაუთავებელი ომები ოსმალეთთან, პარტიზანულიც, ფრონტალურიც, ყველა სახის და სადღაც 1768 წელისთვის ოსმალეთს მთლიანად ააღებინა ხელი დასავლეთ საქართველოზე 1768 წლისთვის თუ არ ჩავთვლით 1-2 ციხეს და ამას ეხა შევეხებით, ოსმალური გარნიზონი არ იდგა და სადაც იდგა, იქ რამდენიმე ერთეულით განისაზღვრება, თქვა 20 და 50 კაციანი გარნიზონები გაიყო შემორჩა, თქვა ქუთაისის ან ბაღდადის ციხეებში.
და იდგება 1768 წელი, იწყება რუსეთ-ოსმალეთის ომი. ამ დროს რუსეთს საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავდა პოჭიომკინი, მისი მიზანი იყო, თვით მიზანი იყო, რა თქმა უნდა, კონსტანტინოპოლის აღება. ბალკანეთის სლავურ მოსახლეობის რუსიფიკაცია, ხოლო კავკასიელების ზოგადად და განსაკუთრებით კავკასიის ქრისტიანთა გამოყენება ოსმალეთის დასასუსტებლად და კონსტანტინოპოლის გზის გასაიოლებლად. აი ეს იყო მისი განაზრახი. ამ მიზნით საქართველოში ჩამოდის ტოტლებენი, რომელიც პირველ რიგში უნდა ჩართულიყო დასავლეთ საქართველოსთან ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმიტომ რომ ჯერ კიდე იურიდულად დასავლეთ საქართველოს ითვლებოდა ოსმალეთის გავლენის სფეროში, ხოლო რაც შეეხება ქართლ-კახეთს, ეს უკვე 1760-იანი წლებისთვის მსოფლიოში სრულად ამოქმედება სახელმწიფოდ იყო აღიარებული. ევროპაში სტატიები იწერებოდა დიდ გურჯ პრინცზე უფლისულზე, სპარსეთელ უფლისულზე, რომელიც განაგებს თავს აღმოსავლეთს, ძალიან პოპულარული ხდება სხვათა შორის ერეკლე ამ პერიოდში. არის მიწერ-მოწერები საავტონომიის იმპერატორთან, იმპერიასთან, თქვა ფინანსურ დახმარებებზე საუბარი სამხედრო ალიანსებზე და ასე შემდეგ. მოკლედ ერეკლეს საქართველოს აღმოსავლეთ საქართველოს იმ დროინდელ ევროპულ პრესაში, ევროპულ პოლიტიკოსთა სამხედროების არეალში ძალიან დიდი დოზით და ძალიან საინტერესო დომინირებს, თქონდა ინფორმაცია აქვს ოსტინდურ კომპანიასაც და ასე შემდეგ, ასე რომ აღმოსავლეთ საქართველოსზე არც ფიქრობენ, რომ თქვა, რატომღაც ატონდა ჩაერთოს, თქვა, რუსულ ავანტიურაში. უფრო ფიქრობენ იმერეთის გამოყენებაზე. მაგრამ ერეკლე მეორე ტოტლებენს მიახმარს თვითონა ჯარს და შეშთავაზებს, რომ მოდი ვილაშქროთ ძმაო და ჩავიდეთ სანამდესაც ჩავალ. აწყურთან ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ტოტლებენი უღალატებს და წამოვა თბილისისკენ, ეს ცნობილი ავანტიურისტი იყო, ხა ვიღაცები გვაჩვენებდნენ, როგორც რაღაც ლოცს და ავანტყოფს და სინამდვილეში ეს იყო ცნობილი ავანტიურისტი. ევროპულ ომებში მონაწილე, სანამ რუსულ სამსახურში ჩადგებოდა, აი მაგალითად თავში რო დაიჭრა, იქიდან ერთი კვირის თავზე ისე ბრძოლის ველზე იდგა. ძალიან ცნობილი, ასე ვთქვათ, მზაკვარიც, კომბინატორიც და ერთ პირდაპირ ვიტყვი ხა მის აზროვნებაზე რა არის. მან იპოვა კაზაკთა შორის რუსეთის ჯარში რომ მუშაობდა ცნობილი 7 წლიანი ომის დროს ვინმე კაზაკი, რომელიც მიამსგავსა რუსეთის მომოვალ იმპერატორს პეტრე მესამეს და უთხრა რომ თარჯიმანი თვითონ არ იცოდა რუსული, რომ შენ გევხარ რუსეთის ტახტის მემკვიდრე და აბა იფიქრე, ხვალ შეიძლება ეს შენ გამოიყენო. და ეს კაცი იყო ემილიან პუგაჩოვი. ემილიან პუგაჩოვის ფენომენი ტოტლებენი შექმნილი. ჩვენ კინოებში რო გვაჩვენებდნენ, რომ ვიღაც ვითომ ლოთი გერმანელი იყო თუ გაურკვეველი კაცი. ეგრე არ არის. ის სერიოზული ავანტიურისტი იყო. ძალიან სერიოზული წერილებია დარჩენილი ტოტლებენისა ეკატერინე მეორეს მიმართ. და რას ეუბნება? დასავლეთ საქართველოში რასაც მინდა იმას მივახციეო. წავკიდეო ყველა მთავრებიო, ყველაზე გავლენას ვახდენო, ყველა ერთადერთი კაცია საქართველოშიო, რომელთაც კონტაქტში ვერ შევდივარო, ეს არის ერეკლე მეორე. ძალიან ეჭვის თვალით მიყურებსო და ფაქტობრივად ჩემი და ჩვენი არაფერი არ ჯერაო. ანუ ხანდახან ერეკლე რო გამოყავ ძალიან დიდ მიამიტად, ესეც მითი და სიცრუეა. იმიტომ რომ ეს დიდი ავანტიურისტი ტოტლებენია გაოგნებული, რომ ერეკლეს ვერაფერი ვერ მოუხერხა. და რას ვპირებდა, სხვა ჩვენს ეკატერინესთან შეუთანხმებლად ერეკლე რო წავიდა ასპინძისკენ საუბრად, ეს იწყებს ჩამოვლა შიდა ქართლის სოფლებში და ეკატერინეს ერთგულებაზე აფიცებს ძალით ხალხს. მაშინ ახლა პასპორტიზაცია, ეგ იყო, პასპორტი არ იყო. მიიღებდი რომელიმე მეფის ერთგულების ფიცს და მორჩა იმ ქვეყნის ქვეშევდო მიიყავი. ერეკლე მოიგო ასპინძა, გაანადგურა ოსმალების ჯარი, წინ იმითო ვეღარ წავიდო, რომ თბილისში ტოტლებენს არ ჩამოესვრო. მოასვრო თბილისამდე ჩამოსვლა. უკუაგდო, დაამარცხა და ტოტლებელი გადავიდა იმერეთში. ხა ბოლომდე ურთიერთობის განწყვეტაზე ერეკლე არ მიდის, იმიტომ რომ მაინც რუსეთს თulis ერთმორწმუნეა, რა იცი რაში გამოგადგეს და ოღონ ტოტლებენს უთხოვა რომ დაეტოვებინა ქართლის ტერიტორია. მე როგორც ვთქვით, იმერეთში ძირითად პარაზიტულ საქმიანობას ეწეოდა, სერიოზულად იქ არაფრისთვის არ მიუღწევია. გადაამტერა ყველას და ყველაფერი, სანამ არ გაიწვეს და სხვა შორის გაიწვეს არა იმიტომ, რომ მისი საქმიანობით უკმაყოფილო იყო ეკატერინე, არამედ იმიტომ, რომ ამ დროს პოლონეთის აჯანყება დაიწყო, პოლონეთის პრობლემები და იქ იყო ის საჭირო და იქ გამოიყენეს და თან უკვე პუგაჩოვის აჯანყება მიდიოდა რუსეთში. ანუ ეს ძალიან ცნობილი ავანტიურისტია,
მაგრამ ასე იყო თუ 1774 წელს დამთავრდა რუსეთ-ოსმალეთის ომი, დაიდო ზავი კუჩუკაინაჯის ზავი, რომლის ზავის პირობებიც რა თქმა უნდა აღმოსავლეთ საქართველოსია საერთოდ არა საუბარის დამოუკიდებელია, ხოლო რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს იქ წერია, რომ აღარც ხარკს გადაიხდის, არც გარნიზონი ეყოლება, არაფერი ვალდებულება დასავლეთ საქართველოს ოსმალეთთან აღარ გააჩნია. ანუ დასავლეთ საქართველოს ფაქტობრივად თავისუფალი, ოღონდ რამდენიმე ციხე არისო, რომელზეცო ოსმალები ამბობენ რომ ჩვენიო, ქართველები ამტკიცებენ პირდაპირ წერია კუჩუკაინაჯის ტექსტში, რომ უფრო ადრე ჩვენი იყო და აი ოღო ვინც დაამტკიცებს რომ ალბათ იმისი არისო, რომ ოსმალები ამბობენ ჩვენიო, მაგრამ ქართველები უფრო ძველი. ეს იყო 4 ციხე, შორაპანი, ბაღდადი, ცუცხვათი, ქუთაისი. როგორც კი გაეცნო ზავის პირობებს სოლომონ პირველი მიაყენა რაზმები, რამდენიმე დღეში ეს ციხეები ააფეთქა, დაანგრია, მიწასთან გაასორა, არ არის ციხე, არ არის სადავო, მორჩა დამთავრდა ოსმალეთი. საერთოდ გააქრო 4-ვე ციხე. და საერთოდ გააქრო კუჩუკაინაჯის ის ერთადერთი საჭოჭმანო პუნქტის არსი, რომელთაც შეიძლება თუნდაც ერთ ოსმალს ტურისტულად თუნდაც დაედგა ფეხი იმერეთში. ამავდროულად აგრძალა ტყვის ყიდვა. ეხლა ჩვენ ვამბობთ სოლომონის აგრძალვამ გამოიღო შედეგი გასაგებია, მაგრამ ნუ დაგავიწყდება ერთი რამე გადავდივართ, რომ ამ პერიოდში ზუსტად აი ამ 68-74 წლების ომის დროს ოსმალეთს აუჯანყდა ეგვიპტე, ალი ფაშა, რომელმაც მიიღო ალი სულთნის სახელი, თავის სულთნად გამოიცხადა. ეს იყო ქართველი და მის ხელში იყო მთელი ეგვიპტე, საუდის არაბეთი, იორდანია, პალესტინა, სირია. და მართალია, ალი ფაშა დაამარცხა ოსმალეთმა ოღონდ ქართველის სხვა კაბუდან ფაშების და ვეზირების გამოყენებით, ისევ ქართველების გამოყენებით. მაგრამ ეს ტერიტორიები ისევ ქართველების ხელში გადავიდა. მოდით ერთი წამით რომ გადავხედოთ 70-იანი წლების ეს ამაზე თქონდა ჩვენ საუბარი მამლუქებში, მაგრამ უბრალოდ ერთი წუთით იმ დროიდან ახლო აღმოსავლეთის სურათს. ეგვიპტეს მართავენ ქართველები, სირიას მართავენ ქართველები, ან მათთან ძალიან ახლოს ყოფი ჩერკეზები, პალესტინას, იორდანიას, საუდის არაბეთს, პირდაპირ ქართული დინასტია ერაყში, სამხრეთ დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე. ირანი აღარ არსებობს ერთიანი სახელმწიფო. ოსმალეთის საზღვაო მინისტრიც ქართველია როგორც წესი. დიდი ვეზირიც ქართველია და უკვე 1799-დან 1803 წლამდე სელიმ მესამე, ვინც იქნება სულთანი, ფაქტობრივად ქართველია, იმიტომ რომ ქართველი გლეხის ქალის გაზრდილია, ქართული ენა შეიძლება ჩემსა და თქვენზე უკეთესად იცოდა. და ყველა მინისტრი ქართველი ყავს. და თან ეს როგორი ქართველები არიან? ის კი არა რომ აღარ ახსოვდა, ოდესღაც რომ ვიღაცამ წაიყვანა. ეს ის ქართველები არიან, თქვათ, აი მე-19 საუკუნის დასაწყისში იყო დავით ფაშა მანუელაშვილი ერაყიდან, რომელსაც დედაც საქართველოში ყავდა. ინახავდა და სტუმრათაც ვერ ჩაიყვანა ბაღდადში, იმიტომ რომ მე ისლამურ ქალაქშიო რა მინდაო. ან იბრაჰიმ ფაშა სინჯიკაშვილი, ეგვიპტის მმართველი, რომლის ფულთაც არის დიდებული მეტეხი ისა მარტყოფის ტაძარი აშენებული. რომ დედა ჩემა იაროს ამ ტაძარშიო. და დღევანდელი გაგებით მილიონებს უგზავნიდნენ სოლომონსაც და ერეკლესაც, რომ ქართული ჯარი შეენახათ, გაეძლიერებინათ. და ამას ამ ფაშებს იცნობენ ბრიტანელებიც, ფრანგებიც, პორტუგალებიც, ჰოლანდიელებიც, ევროპელები. მათ ეს ყველაფერი იციან და მათ კარგად იციან ისიც, რომ ყველა ეს ფაშა და ვითომ მუსულმანი ქართველი, რომლებიც ფაქტობრივად თელ წინა აზიას მართავენ, შეციცინებენ თვალებში გმირ ერეკლეს. სოლომონსაც, მაგრამ პირველ რიგში მაინც ერეკლეს, რომელიც მათთვის ხმლის კაცებისთვის, ხო, ვაჟკაცობის, ნეობის, გმირობის სიმბოლოა. ანუ საქართველოს დგას ძალიან სერიოზული მოვლენის წინაშე, რომ შესაძლოა მთელი ამ რესურსების გაერთიანება, კონსოლიდირება მოხდეს და საქართველოს ისევ აღდგეს აი უდიდესი სახელით, როგორც ეს ოდესღაც გიორგი ბრწყინვალის დროს მოხდა. სხვა შორის სიმბოლური ერთი რამ, რაღაც პერიოდი ჩვენ იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე კონტროლი დაკარგული ჰქონდა. მაგრამ 1810 წლის საქართველოს საეკლესიო ჩანაწერი მეტყველებს, რომ 1810 წელსაც კი ავტოკეფალიის რუსების მიერ ავტოკეფალიის გაუქმებამდე ერთი წლით ადრე საქართველოს საეკლესიო კრებაში დიკასტერია შემოდიოდა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი. იერუსალიმის სიწმინდები უშუალოდ ცხეთის კათოლიკოს ემორჩილება ისევ. ეს თავად განსაჭეთ, ხო, რამ ხელა რამეს ნიშნავს და როგორ არის მოტრიალებული.
აი ეს სიტუაცია იყო საქართველოში 1774 წლისთვის, როდესაც დაიდო კუჩუკაინაჯის ზავი ფაქტობრივად მთელი საქართველო განთავისუფლდა. ამ დროს ახალციხის ფაშები ხდებიან ისეთი პიროვნებები, ხან ჯაყელები და უკვე ჯაყელებს იქ ეცილებიან პირველობას ხიმშიაშვილები, რომლებიც კი ფაშობენ, მაგრამ სერიოზული ნაციონალური კავშირები აქვს ქრისტიან ქართველებთან, ეს ერთი ტყვისყიდვა შემცირებულია და იწყება მათი ოსმალეთთან მიმართებაში სეპარატისტული მოძრაობა, ანუ ცდილობენ რომ გამოეყონ ოსმალეთს. 1770 წლების მიწურულისთვის შექმნილია ვითარება, რომ საქართველოს სრულად განთავისუფლებას და ალბათ გაერთიანებას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. რატომ? იმიტომ რომ აღმოჩნდა ესეთი რამ, მიუხედავად იმისა, რომ სოლომონ პირველი ახალგაზრდა კაცი, ის ძალიან ზნეობრივი ადამიანი იყო, არავის ცოდვას არ პატიობდა და მას ერთადერთი ვაჟი გარდაეცვალა ისე, რომ კანონიერი მემკვიდრე არ დარჩა, ანუ როგორ არ დარჩა. მისმა ვაჟმა რომ მოიყვანა ცოლი, ბავშვი გიორგი, ანუ ალექსანდრე ერქვა სოლომონ პირველის შვილს, შვილი ალექსანდრეს, სოლომონის, ანუ ალექსანდრეს ვაჟი გიორგი, დაიბადა, როდესაც ჯვრისწერიდან იყო 5 თვე გასული. ეს ნიშნავდა, რომ ცოლ-ქმარს კონტაქტი ჰქონდათ ჯვრისწერამდე. ქართული ღრმა საეკლესიო წესით ეს უკანონო ჩობილობა თითქოსებოდა. და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა დაიღუპა მოულოდნელად სოლომონის ვაჟი. სოლომონმა შეკრიბა მთელი დასავლეთ საქართველოს დიდებულები, ეკლესიის მესვეურნი, წარუდგინა ეს თავისი შვილი და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეტი არავინ არ ყავს შვილი, ახალგაზრდა კაცი ვარ, მაგრამ ჩემს მეორეც მესამე რა ქვია, ქაჯაიას ნაცოლართან ბერი წულუკიძის დასთან შვილი არ უჩნდებოდა და როგორც ეთყობა ვერც მეყოლება. ეს იქნება ჩემი შვილი გვარად ბაგრატიონი. დაასახელა რამამოს გამოუყოფ, მაგრამ აღთქმა დაადებინა უფლის წინაშე, რომ არც ერთ შემთხვევაში ამ ბავშვს მეფეთ არ აკურთხებთ, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს მაგალითი, რომ მე ჩემს პირდაპირ შთამომავლობისთვის ტახტზე ვთქვი უარი ქრისტიანული ზნეობის სასარგებლოდ. საოცარი პიროვნება სოლომონ პირველი მაგალითს აძლევს დასავლეთ საქართველოს. მრუშობის გამო მოიძულა თავისი უსაყვარლესი ძმა არჩილი, სოლომონ მეორის მამა და სანეხვეზე დააგზავნა. ტიროდა, როცა ძმა მოუკვდა, იმიტომ რომ ტყუპის ძალივით იყვნენ და უყვარდა სიგიჟემდე, მაგრამ ვერ აპატია. რომ არ შეიძლება ჩვენ მაგალითს ვაძლევთ ერს და ბოლომდე უნდა მივიღოთ თავად ჩვენ მაგალითის მიმცემნი, რომ ერი შემოვატრიალოთ სიკეთისკენ, ქრისტიანობისკენ, კულტურისკენ. იგივე საკეთებდა სხვა ძმასთანაც. მის შთამომავლები დღესაც არსებობენ, მაგრამ იმათ საერთოდ თავადობა ჩამოართო და აზნაურად ჩაწერა უკანონო ჩობილობის გამო. შესაბამისად, ვითარება ერთადერთი იყო, რომ შეიძლება სოლომონის მემკვიდრე ყოფილიყო ყველაზე ახლო მემკვიდრე, ხო და მხოლოდ მისი ძმის შვილი შემდგომში სოლომონ მეორევისაც ერქვა. მაგრამ ეს მისი ძმის შვილი იყო ერეკლეს შვილიშვილი, ქალიშვილიშვილი, რომლის მეორე ქმარი, რა თქმა უნდა, კახელი იყო, რომელიც იზრდებოდა დაბადებიდან თბილისში ერეკლეს კარზე. ნებისმიერ შემთხვევაში სოლომონის მემკვიდრე კანონიერი ერეკლეს ოჯახი გამოდიოდა. შესაბამისად, აბსოლუტურად რეალური იყო, რომ ამ პროცესს წინ ვერავინ დაუდგებოდა. რა თქმა უნდა, ხა სხვა კანდიდატებიც ყავდა, თქვა ბიძაშვილი დავით გიორგიძე, მაგრამ მისი გამეფების ტახტზე ასვლის ვარაუდი და ალბათობა ძალიან დაბალი იყო, იმიტომ რომ სოლომონის პირობებში ცოტა სხვანაირად იყო ყველაფერი დალაგებული. სოლომონიც იგივე საკეთებს, აუქმებს რაჭის საერისთავოს, აუქმებს სააბაშიძეოს. ანუ ეს ერთი ტენდენცია მიდის. მეტიც ერთ თემასაც ვიტყვი. 1795 წელს, როდესაც გარდაიცვალა დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მაქსიმე, დასავლეთ საქართველოს სამღვდელოება, აი წმინდა დოსითეოსი და წმინდა ექვთიმე შემდგომში წმინდა ჩეირეცხა, კათოლიკოს აღარ ირჩევენ. მათთვისაც მარტო მცხეთის კათოლიკოსი ერთადერთი კათოლიკოსი. ეკლესიურად, პოლიტიკურად, ყველანაირად ქვეყნის გაერთიანების პროცესი დაწყებულია. ახალციხესაც თვალი საქართველოზე უჭირე უკვე დანარჩენ საქართველოს. პირდაპირ აქ ოსმალეთს მოლაპარაკებები. რომ მოდი, ოღონდ ტოტლებენივით სხვა აღარ გადმოიყვანო და ავიწყოთ საუბარი და მართლაც 1780 წელს იხსნება დიალოგი ოსმალეთთან და ეს მიხეილ რეხვიაშვილსა გამოქვეყნებული ეს მასალები იდება ხელშეკრულება ოსმალეთთან.
ოსმალეთის სულთანი ერეკლე მეორეს უთმობს დასავლეთ საქართველოს თლიანად. ღიად ტოვებს მესხეთის საკითხს ოღონდ ერთი პირობით. იმიტომ სხვა შორის მე გამოვტოვე, როდესაც ტოტლებენმა განდევნა ერეკლე, მე ისევ დაიწყო შეტევა და არზუმამდე ჩავიდა ფაქტობრივად. იქ მე ისევ რუსების თხოვნით და დიპლომატებისო ეს ჩვენს თემაზე ცუდად იქ მოქმედებსო უკან გამოიყვანა ჯარები, თორე ეგრე არ იყო. და ოსმალეთის თავაზობს ყველაფერს უთმობს გავლენა გწნობ სულაც საქართველოს მეფეთ ოღონდ რუსებს ნუღარ შემოიყვანა. და ის ზუსტად ამ დროს 1792 წელს საქართველოში ჩამოდის ოსტინდური კომპანიის წარმომადგენელი შაჰმირიანი, ეს ინდოეთიდან ხდება, ანუ ბრიტანეთის თავრობის წარმომადგენელი და ერეკლეს თავაზობენ ტრაქტატს. ეს ტრაქტატი ფორმდება. ამ ტრაქტატის ტექსტებს მე რუსეთი ძალიან ანადგურებდა, გადაწვეს, ბევრი ეგზემპლარი განადგურეს, მაგრამ მაინც იყო გადარჩენილი მაგალითად მე-20 საუკუნის დასაწყისამდე 20 ეგზემპლარი, რომელიც გამოაქვეყნა ოლივერ უორდროპმა, შემდგომში ეს თარგმნა გამოსცა და მისი მთავარი მუხლები დაამუშავა ზაქარია ჭიჭინაძემ და ეს დღემდე შემორჩენილია. ამ ტრაქტატის მიხედვით საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოზე პატრონაჟს თავიდან ბოლომდე იღებს კისრულობს ბრიტანეთი, რომელსაც არავით არის საპრეტენზიო არ აქვს ერეკლე ოსმალეთის ხელშეკრულების. ეს მას არ უსვლის ხელს. სთავაზობს ჭარხლის შაქრის წარმოების გაშლას ქვემო ქართლში. აქ თუ საჭირო არის დამატებით მუშახელად 9000 ინდოელის ჩამოყვანასაც, ამ ჭარხლის შაქრის ბაზრის მთლიანად უზრუნველყოფა სოფლიოში, სხვა სავაჭრო აქტივებში საქართველოს ჩართვას და სამხედრო დიპლომატიური თვალსაზრისით საქართველოს ლობირებას მთელ სოფლიოში. და ამას თავაზობს იმ პერიოდისთვის ფაქტობრივად დედამიწის 2/5-ის მმართველი ბრიტანეთი. და ეს ხელშეკრულება ფორმდება. ამის შესახებ სხვა შორის ეს დიპლომატი ინდოეთში მოვაც სომეხი აუწყებს იმპერატორიცა ეკატერინე მეორეს. ზუსტად ასეთივე რამ ხდება. კონსტანტინოპოლიდან, როცა ოსმალთა ერეკლეს ხელშეკრულება ფორმდება, რუსეთის ელჩი აუწყებს პოციომკინს, რომ ერეკლემ გააფორმა ოსმალთა ხელშეკრულება. ერეკლემ გააფორმა ბრიტანეთთან ხელშეკრულება. ესე იგი, ჩვენ კავკასიის გადალახვის შესაძლებლობა სამუდამოდ გვეკარგება. და თუ ეს არ მოხდება, ვერასოდეს სპარსეთის ყურესმდე ვერ გავალთ, ვერასოდეს, თქვათ, შავ ზღვაზე ჩვენ ვეღარ გავბატონდებით. ამიტომ რუსეთი ისახავს მიზანს, რადაც არ უნდა დაუждდეს, ჩაშალოს ბრიტანულ-ქართული ტრაქტატი და ოსმალურ-ქართული ტრაქტატი. და იწყება სპეცოპერაცია, რომლის ავტორიც არის პოციომკინი და რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ ესე სპეცოპერაცია გეორგიევსკის ტრაქტატი. მოკლედ 1792 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა მიზნა დაისახა ერეკლე მეორე წარმოეჩინა ბრიტანელების, ოსმალების, ზოგადად მსოფლიო დიპლომატიური საზოგადოების წინაშე არა საიმედო პარტნიორად და მიეღწია ისეთი პოლიტიკური აქტისთვის, ხელშეკრულებისთვის, რომელიც გამოიწვევდა ქართულ-ოსმალური და ქართულ-ბრიტანული ხელშეკრულებების დენონსირებას, გაუქმებას. დაიგეგმა თავს მოეხვიათ გეორგიევსკის ტრაქტატი. ამ მიზნით გამოუშვეს კავკასიაში რუსეთში მცხოვრები, პეტერბურგში, მოსკოვში მყოფი ბევრი ქართველი იყო მაშინ, ორი პიროვნება, ალექსანდრე ბაქარიძე ბაგრატიონი და ალექსანდრე ამელახვარი. ალექსანდრე ამელახვარი იყო ბატონიშვილის შეთქმულების დროს ერეკლეს მიერ დასჯილი, ხოლო ალექსანდრე ბაქარიძე იყო ერეკლეს დედის ძმისშვილი, ვახტანგ მე-6-ის შვილიშვილი, ალექსანდრე ბაქარიძე ბაქარ მეფის ვაჟი ბაგრატიონი. ესენი ჯერ გაამგზავრეს და გაუშვეს ირანის მხანთან, რომელიც ერეკლეს შიშით შახის ტიტულის მიღებას ვერ ბედავდა და მასთან დაიწყეს მოლაპარაკება, რომ აი ჩვენ ვაპირებთ ერეკლეს წინააღმდეგ ომს და მოგვეშველე. ამის შემდეგ გადავიდნენ დასავლეთ საქართველოში, სოლომონთან. და ზუსტად ასევე შესთავაზეს სოლომონს ერეკლეს წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა. სოლომონი რა თქმა უნდა ნაწყენი იყო ერეკლეზე, იმიტომ რომ ოსმალეთთან გაფორმებული ტრაქტატით ცოცხალი და ერეკლეზე 20 წლით მცირეწლოვანი სოლომონის ტახტს რეალურად ოსმალეთი ერეკლეს უთმობდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მან შემოუთვალა ერეკლეს, რომ ის ამ ავანტიურაში მონაწილეობას არ მიიღებდა, მანაც ჩვენივრად დაინახა, რომ ეს იყო რაღაც პეტერბურგული პოციომკინური ავანტიურა. ერეკლეს ეს ყველა ინფორმაცია მოსდის.
ამის შემდეგ გადადიან ჩრდილოეთ კავკასიაში. ტარკი შამხალთან, რომელიც სავარაუდოდ ცნობილი რუსი რეჟისორის ანდრეი ტარკოვსკის წინაპარით შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ შავკალ ტარკოვსკი მერეკნიას ტარკოვსკებად გადაკეთდნენ და კიდევ ერთ დაღესტნელ ხან ფათალი ხანთან. სინამდვილეში ალექსანდრე ბაქარიძესა და ალექსანდრე ამილახვარს, როგორც აქეს აღწერილი რუს გენერალ-ლეიტენანტს, აი ამ კომბინაციის აღმწერს ეს რაღაც ყურით მოთრეული ჭორები კი არ არის. ეს ყოველივე რუსულ საარქივო დოკუმენტაციაში შენახულიც არის, დამუშავებულიც არის და მე-19 საუკუნეში გამოქვეყნებულიც არის. თუ როგორ იპყრობდნენ კავკასიას. და იქ ყველაფერი ეს დოკუმენტი არის დუბროვინთან. რეალურად უკვე ფული ჰქონდათ აღებული ტარკი შამხალსა და ფათალი ხანს, რომ ალექსანდრე ბაქარიძე და ალექსანდრე ამილახვარი მათ თანხლებ პირებთან ერთად დაეპატიმრებინათ, ოღონდ ეს უნდა განეხორციელებინათ ფრიად საიდუმლოდ, ისე რომ ვერავის მათ გარდა ვერ გაეგო და სამაგიეროდ უნდა გაევრცელებინათ ხმები, რომ თითქოს ირაზმება მთელი ჩრდილოეთ კავკასია, რათა ქართლის ტახტიდან, არა ქართკახეთის, არამედ ქართლის ტახტიდან გადააყენონ უზურპატორი, უკანონო ერეკლე მეორე, რომელსაც ეს ტახტი მხოლოდ და მხოლოდ დედის მხრიდან ერგო, იმიტომ რომ დედის მხრიდან იყო ვახტანგ მექსის შვილიშვილი და აღადგინონ და დასვან კანონიერი მეფე ალექსანდრე ბაქარიძე. ეს ჭორები ვრცელდება. ამ ყველაფრის პარალელურად პოჩიომკინი ვაჭრების გზით და საშუალებით უკავშირდება ერეკლეს კარზე მყოფ მასონობის გამავრცელებელ ვინმე დოქტორ რეინექს, იაკობ რეინექს, რომელიც აქ თავისი მიზნების გამო არის ჩამოსული. ერთგვარი პარფიუმერია, დედოფალ დარეჯანს ემსახურება, სხვა დიდებულების ცოლებს, თქვა და ქალებს მოგეხსენებათ, რომ ყველა ძალიან იტაცებს პარფიუმი და ეს ახალი არ არის ყველა დროში ესე იყო. შესაბამისად, ძალიან კარგ კონტაქტში იმყოფებოდა ქართული ელიტის წარმომადგენელთა მეუღლეებთან. შე შემთხვევაში თავად მამაკაცებთანაც იცნობდა, ურთიერთობა ჰქონდა და აი ამ რეინექს პოჩიომკინი იბარებს პეტერბურგში. ეს ყველაფერი პარალელურად ხდება, აი როდესაც ჯერ კიდევ გზაში არიან ალექსანდრე ამილახვარი და ალექსანდრე ბაქარიძე პეტერბურგიდან ირანამდე, მაშინ თბილისიდან მიეშურება პეტერბურგში იაკობ რეინექსი, მას ეცნობა პოჩიომკინი და აი ასეთ რამეს თავაზობს. ეს არის გახსნილი, ასე ვთქვათ, კარტებით აგენტურული თამაში. შენ რო დაბრუნები საქართველოში ეტყვი, რომ გამიცანი მე, რომ მოხიბლე იმპერატრიცა ეკატერინე შენი პარფიუმით, დავმეგობრდით, ძალიან დიდ პატივს ვცემთ, დიდი თანხებიც გადაგიხადეთ და გაქვს პირდაპირი გზა ჩვენთან ნებისმიერ წამს შეგიძლია შეხვდე დედოფალს, შევხვდე მე, რომელიც რეალურად მაშინ მმართველია რუსეთის იმპერიის, გრიგოლ პოჩიომკინზეა საუბარი და ამის შემდეგ თუ შენ გაიგებ და როცა შენ გაიგებ, რომ ერეკლე ნერვიულობს, არის რაღაც აჟიოტაჟი, ომის საფრთხე, გადატრიალების, არეულობის, წვრილად გამოიკითხე და შესთავაზე, რომ შენ შეგიძლია იკისრო შუამავლობა ჩემთან და მე პოჩიომკინის შემძლებელი ვარ კავკასიაში, ირანთან ურთიერთობაში ყველა საჭოჭმანო და მტკივნეული საკითხი გადავჭრა, თუ რა თქმა უნდა საკუთარი ინტერესი მექნება. მოკლედ, შენ უთხარი და განუმხილე, რომ გაქვს პირდაპირ ჩემთან კავშირი და მე შემიძლია ერეკლეს პრობლემების მოგვარება. თუ რა თქმა უნდა ესეთი აჟიოტაჟი ატყდება. მართლაც რეინექსი დაბრუნდა, რეინექსმა თავისი ვოიაჟის შესახებ წვრილად მოუყვა, უბრალოდ დამალა ის, რომ მე რაც უნდა ეთქვა, რომ შეეძლო ეკისრა შუამავლობა და როდესაც მოკლედ ირანიდანაც მოდის ცნობები და მოვიდა ცნობები იმერეთიდანაც, რომ მის წინააღმდეგ მთელს კავკასიას და ირანს, ასე ვთქვათ, აბუნტებს და მერე ჩრდილოეთ კავკასიას ეს ორი ალექსანდრე და ცდილობენ რომ ილაშქრონ ქართზე. ამ დროს ცოტა ხნის წინ კიდე მორიგი შეთქმულება იყო ქართში ერეკლეს წინააღმდეგ და იცის ერეკლემ რომ ბევრი ქართველი თავადიშვილი შეიძლება მიემხროს აი ამ აჯანყებულებს და რა ქვია ალექსანდრე ბაქარიძეს და რა თქმა უნდა ნერვიულობს, იმიტომ რომ თუ ყველაფერი ესე მოხდა და თეორიულად იმას დაუშვებს, რომ შეიძლება ქერიმხანი ატყუებდეს და ქერიმხანი წამოვიდეს ჯარით, ხო?
ეს ირანელთა მზაკრობა ცნობილი თეზა იყო. შეიძლება ნაწყენი სოლომონიც არ ეუბნებოდეს ბოლომდე სიმართლეს და ისიც ამოვიდეს მის წინააღმდეგ. მაშინ აღმოჩნდება, რომ ერეკლე აბსოლუტურად მარტო მხოლოდ კახეთის ჯარებზე დაყრდნობით აღმოჩნდება აჯანყებული ქართლის დიდებულების მთელი ჩრდილოეთ კავკასიის, ირანისა და იმერეთის წინააღმდეგ და რა გენიალური სარდალიც არ უნდა იყო. რა თქმა უნდა, ძალზე დიდი ალბათობა რომ დამარცხდე ან ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს ქვეყანა. და აი ამ დროს შეშფოთებული ერეკლე ამ პრობლემებით შეწუხებული, რა თქმა უნდა, ყვება ამ ყველაფერზე საუბრობს ოჯახშიც, რასაც შეესრება რა ინექსი და ის პირდაპირ თავაზობს შუამავლობას პოციომკინთან. მართლაც ერეკლე უშვებს, როგორც იტყვია, ხო, ცდაბედის მონახევრეა და პეტერბურგიდან მოდის მოთხოვნა, რომ გაფორმდეს გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლის თანახმადაც ქართკახეთი აღმოჩნდება რუსეთის მფარველობის ქვეშ. წერილის ოღონდ სათხოვარი წერილი უნდა ერეკლემ დაწეროს. და ჩვენ გვაქვს ერეკლეს წერილი, ასე უნდა, რომ მე ყველა ომი მოგებული მაქვს. მე ნახევარ ამ აღმოსავლეთ ამიერკავკასიას ვაკონტროლებ. მე დარეგულირებული მაქვს ყველა საერთაშორისო ურთიერთობა. ეხლა შემექნა პრობლემა ჩემს მამიდაშვილთან. თქვენ თუ მას მომაცილებთ, რომელიც მიმხედრებს კავკასიის გადმოღმა თუ გადაღმა ხალხს და მიმაღწევინებს სიწყნარეს, ყაბულს ვარ, რომ თქვენს მფარველობაში შემოვიდე, ოღონდ ერთი პირობით. რუსეთი ყოფილი დიადი საქართველოს რა ტერიტორიასაც როდესმე დაეუფლება, ყველაფერი საქართველოს სამეფო შემადგენლობაში შემოვა. რაც შეეხება ჯარს, მე ჯარი ამჭირდება თქვენი, მაგრამ თუ მაინც და მაინც უნდა შემოიყვანოთ რამე ბატალიონი, მეო ეხა დაღესტნელების რაზმები მყავს დაქირავებული და უხდით ანხასო, ბინას გამოუყოფო, მაგრამ ხელფასი თქვენ უნდა გადაუხადოთ. აი ეს არის ერეკლეს წერილი. გვაქვს ერეკლეს წერილი, ასე უნდა. რუსეთი ყოფილი დიადი საქართველოს რა ტერიტორიასაც როდესმე დაეუფლება, ყველაფერი საქართველოს სამეფო შემადგენლობაში შემოვა. რაც შეეხება ჯარს, მე ჯარი ამჭირდება თქვენი, მაგრამ თუ მაინც და მაინც უნდა შემოიყვანოთ რამე ბატალიონი, მეო ეხა დაღესტნელების რაზმები მყავს დაქირავებული და უხდით ანხასო, ბინას გამოუყოფო, მაგრამ ხელფასი თქვენ უნდა გადაუხადოთ. აი ეს არის ერეკლეს წერილი. ამ წერილის მერე უკვე მოსდევს პეტერბურგიდან ტრაქტატის ტექსტი, რომელშიც პრინციპში ეს ყველაფერი გამეორებულია ერთი ძალიან მძიმე მუხლია იქ, ეს არის მერვე არტიკული, რომელშიც წერია, რომ აწი საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსი ან არქიეპისკოპოსი ვინც იქნება მანდ, შედის რუსეთის სინოდის წევრად. რაც შეეხება მიმოწერის ენას, ამას დამატებითი არტიკულით განსაზღვრავთ. სხვათა შორის, შემდგომ პერიოდში მთელ მე-19 საუკუნე რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ავტოკეფალია თითქოს გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე არტიკულით გაგვიუქმდა და 1811 წელს უბრალოდ ფორმალური აქტი იყო, როდესაც კათოლიკოსი ეგზარქოსით შეცვალეს და მადლობა გადაგვიხადეთ, რომ ეგზარქოსით შეცვალე და არა არქიეპისკოპოსითო. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას წინასწარ ვიტყვი, რომ გეორგიევსკის ტრაქტატმა იურიდიულად 1787 წელს შეწყვიტა არსებობა, შესაბამისად არსებობა შეწყვიტა ამ მუხლმაც. მოხდა შემდეგი რამ, ჯერ იყო და ტრაქტატის დადებიდან 2 წლის თავზე 1785 წელს ომარ ხანი იყო ეს ერთ-ერთი დაღესტნელი მმართველი ნუცალი ავარელების წინამძღოლი შემოვიდა საქართველოში ილაშქრა. ამ დროს ეს რუსული ბატალიონი დგას აქ. ერეკლე მარიობა. რუსულ ბატალიონს უნდა დაეცვა. თითიც არ გაურყევიან. გარკვეული ტერიტორია აოხრა. ომარ ხანმა უფრო ქვემოქადზია საუბარი ტრადიციულად და სტანდარტულად. მე ერეკლეს მოწერა. რომ ხედავო, ნახეო, რომ თითიც არ გაურყევიათ რუსებს. მათ ეს ტრაქტატი შენს დასაცავად ან კავკასიაში მართლა რეალური საქრისტიანული პოლიტიკის გასატარებლად აჭირდებოდათ. სხვა მიზნები ჰქონდათ. ერეკლეც მიხვდა, რომ ეს მიზანი იყო, რომ გეორგიევსკის ტრაქტატით ჩაშლილიყო ოსმალეთთან ტრაქტატი და ჩაშლილიყო ბრიტანეთთან ტრაქტატი. ბრიტანეთისა და ოსმალეთის თვალში ერეკლე ძალიან არასანდო პიროვნებად, არასანდო პარტნიორად წარმოჩინდა, აი ამით. და თვალნათლი დაინახა 1785 წელს უკვე ერეკლემ ომარ ხანის აი ლაშქრობის დროს. მაგრამ 2 წლის თავზე, როდესაც მორიგი რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო 1787 წელს, მთლიანად დაარღვია ტრაქტატი რუსეთმა, იმიტომ გეორგიევსკის ტრაქტატის თანახმად ნებისმიერი საერთაშორისო ომიანობის პირობებში რუსეთს უნდა დაეცვა ქართკახეთი და წესდა რიგით
მას უნდა დამატებითი ჯარები შემოიყვანა საქართველოში, იმიტომ რომ სავსებით რეალური იყო, რომ ოსმალეთთანაც ვთქვათ, კავკასიის ფრონტზე ოსმალეთთან ამტყდარი იყო, ხო, ბრძოლები. ის ბატალიონს გაიყვანა და მარტო მიაგდო ოსმალეთის წინაშე ერეკლე რუსეთს. აი ამ აქტით, რაც როგორც ვიტყვი, ღერძი იყო ტრაქტატის, რომ პარალელობაში შემოვდივარ და საერთაშორისო ურთიერთობებში ჩემ ყველანაირად ჩემთან რომ ვათანხმებ, იმიტომ რომ სამხედრო თვალსაზრისით შენ ხარ გარანტი ჩემი უსაფრთხოების და პირველსავე ომში შენ გარბი ხარ. მორჩა ტრაქტატი გაუქმდა. 1797 წელს, როცა რუსებმა ბატალიონი გაიყვანეს რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყების დღეებში, გეორგიევსკის ტრაქტატი რუსეთისავე მხრიდან იქნა გაუქმებული. არსებობა შეწყვიტა. იმიტომ რომ პირობის დარღვევა გაუქმებას ნიშნავდა. რა თქმა უნდა, შესაბამისად ყველა მოხმაც. მანამდე რა მოხდა ახლა ეს ტრაქტატი რო დაიდო, როგორც თქვით, გასაგებია რუსებს ისედაც პატიმრობაში ყავდათ, უყავთ არავინ არ იცოდა, მათ შორის არც ერეკლემის ალექსანდრე ბაქარიძე და გაიყვანეს და ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა ამაზე ბრიტანეთს, რაც მე კწანის სიძველაში იჩენს თავს და ოსმალეთის თვალშიც ერეკლე წარმოჩინდა არასანდო კაცად. მაგრამ ნახეთ რა ხდება. 1788 წელს ოსმალეთი ანახლებს ერეკლესთან მოლაპარაკებებს. 1799 წლიდან ოსმალეთის სულთანი ხდება სელიმ მესამე, დედით ქართველი და ყველა მინისტრი ქართველი. და ამ დროს ხდება ერთ ესეც საოცარი რა. 1794 წელს რო გარდაიცვალა სოლომონ პირველი, იმერეთის მეფე გახდა დავით გიორგიძის ბიძაშვილი. 1799 წელს დავით გიორგიძეს აუჯანყდა სოლომონ მეორე, ერეკლე შვილიშვილი, განდევნა, თვითონ გახდა მეფე, მაგრამ იქ რამდენიმე დავით გიორგიძის დროინდელი ვეზირი სიკვდილით დასაჯა, მათ შორის ჩემი მოგვარე ერთ-ერთი და რასაც მოყვა აჯანყება, იმიტომ რომ ჩვენ მემსახურებოდი წინა მეფეს და შენ რატო გჯი და სოლომონი დაამხეს იმერლემ. ერეკლემ დასაწყნარებლად თავისი შვილიშვილი ივანე ბაგრატიონი შეუშვა იმერეთში, მაგრამ საპასუხოდ მთელი დასავლეთის დელეგაცია ჩამოვიდა თბილისში. ეს იყო ყველა იმერელი, ფაქტობრივად 90% თავადაზნაურობის, გურიის, სამეგრელოს, პლუს ყველა სამღვდელო. დიდი დარბაზი შეიკრიბა თბილისში და ერეკლეს მოთხოვეს, რომ არავით არ არის სოლომონი გვინდა, არავინ არ გვინდა, შენ უნდა იყო ერთიანი საქართველოს მეფე. ზუსტად ამ პერიოდში ოსმალეთი უფორმებს ხელახლა ტრაქტატს ერეკლეს და უთმობს დასავლეთ საქართველოს. და აქ მოხდა ერთი ესეთი რამ, აქ უკვე შიდა პოლიტიკურმა საკითხებმა იჩინა თავი. დარეჯანის მოთხოვნით ერეკლემ თავის შვილიშვილს ტახტი არ ჩამოართვა. სოლომონ პირველი გამოაცხადა და მაინც ისევ იმერეთის მეფედ ოღონდ გაფორმდა ივერიელთა ერთობის ტრაქტატი. ანუ ესეთი მოდელი შეიქმნა, რომ ყველა კუთხეს ისევ დარჩებოდა თავისი მეფე მთავარი. ოღონდ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე სრულიად საქართველოს მეფეთ მეფე იქნებოდა. ანუ ზე მეფე. პრინციპში ეს პროცესი უკვე ნიშნავდა მაინც გაერთიანებას. რა თქმა უნდა, ჯობდა ალბათ ერთი მეფე, მაგრამ მან სხვა პრობლემა იყო. ტახტისთვის იყო უკვე ბრძოლა წასული. ერეკლეს ტახტის მემკვიდრე იყო გიორგი მე-12, რომელიც ამ დროს უკვე ფაქტობრივად დაავადებულია და პოლიტიკურად რეალურად აბსოლუტურად უვარგის მდგომარეობაში იმყოფებოდა. დანარჩენი შვილები დარეჯანის შვილები იყვნენ. მამ შვილებში ერთ-ერთი იყო ვახტანგი, რომელიც მაშინ არაგვის ერისთავოს განაგებდა ვახტანგ ალმასხანი, რომელსაც ძალიან უნდოდა, რომ როდესმე მას ღირსებოდა მეფობა და შესაბამისად გიორგი მე-12-ის ასე ვთქვათ პოზიციების გამყარება არ აწყობდა. სოლომონ პირველი სწორედ დარეჯანის შვილიშვილი იყო, ანუ დარეჯანის ქალიშვილის და არა გიორგის დედის შეძენილი ქალიშვილის. შესაბამისად სოლომონ პირველს იმერეთის ტახტზე ძმა ოპოზიციონერები გიორგი მე-12-ისა თავიანთ დასაყრდენად განიხილავდნენ. და ეს ყველაფერი მუშაობდა სამწუხაროდ ისევ უჩემო თვითიმღერე და ისევ ვერ გაყოფა ამ ტახტის თანამდებობის ეს უდიდესი
თავსატკივარი და პრობლემა, რომელიც საქართველოს წინაშე იდგა. მართლაც 1791-12 წლებში მოჩა რუსეთ-ოსმალეთის ომი, ყველაფერი ისე გაფორმდა, როგორც კუჩუკაინაჯის დროს იყო. ანუ რეალურად საქართველოს დამოუკიდებელია, მაგრამ 91 წელს ერეკლე წერს ანდერძს, რომელი ანდერძის თანახმადაც ხაზინა რჩება 6 ვარს ერთობლივად და მათ მორიგეობით უნდა იმეფონ. ჯერ გიორგიმ, მერე იულონმა, მერე ვახტანგ ალმასხანმა და ასე 6 შვილია ჩამოთვლილი, სხვა ჩვენს ცნობილი ალექსანდრე ბატონიშვილი ამ სიაში არ არის. მერე უფროსი ვაჟის უფროსმა, მერე მომდენო და ასე შემდეგ. აქ კიდე ერთი პრობლემა იყო. ვოლტერიანელი იყო საკმაოდ სუსტი ყოფაქცევი, ისე ვთქვათ, ესე ანუ მოთამაშე და უზნეო გიორგი მე-12-ის უფროსი ვაჟი დავითი. მან ერთი სიმონიანის ცოლი მოიყო, ქალი მოიყვანა ცოლად, გააკოთ მილიონერის ომხის, გააკოტრა ის ოჯახი. მერე დააბრალა მოწამლავ მინდოდაო, გაშორდა მერე რო სხვა ცოლი მოეყვანა და ეს თქვა აზარტულ თამაშებში დაეხარჯა ეს თანხები. ერეკლე ხო უყურებდა როგორიც ყავდა, ესე იგი გიორგი წარვარგოდა, იმისი უფროსი შვილი წარვარგოდა. მართლა არ შეიძლებოდა მათთვის ტახტის გადაცემა. მეორე მხრივ ერეკლეს თავის ეს უფროსი შვილი სიგიჟემდე უყვარდა. ხო არის არა სიჭაბუკის შვილი. და ვერც წირავს ბოლომდე. მისი მომდევნო შვილი სხვა ჩვენს იულონი ძალიან სერიოზული იყო. ასევე ძალიან სერიოზული პიროვნება იყო გიორგი მე-12-ის მეორე ვაჟი იოანე ბაგრატიონის, როგორც მეცნიერი მოაზრობდა. იოანეს სხვა ძმები უდიდესი ვეტექიმი და ერთ-ერთი ალბათ სოფლიო მასშტაბით აი მეცნიერი ვეტექიმი უდიდესი ბაგრატ ბატონიშვილი, ან თეიმურაზი, რომლებიც ერეკლესთან და პაპასთან მეგობრობდნენ, გზანიშიც მონაწილეობდნენ. ისინი უკვე ზრდასრულები იყვნენ. იოანე მაგალითად ალექსანდრე ბატონიშვილზე უფროსი იყო ასაკით. მაგრამ აი სწორედ ამ შექმნილ ვითარებაში ვერ ღებულობს ერეკლე გადაწყვეტილებას, რომ ერთი ვინმე შეარჩიოს. მას ყავდა ღირსეული შთამომავლები. მაგრამ აი ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღო და უნდა მიეღო ალბათ. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა მისი, რომ ერთი შეერჩია, ის გამოეცხადებინა თანამეფედ, მემკვიდრედ და ყველანი იძულებული გაეყადა, რომ მას დამორჩილებოდა. თუნდაც ეს მისი ქალიშვილის შვილი სოლომონი ყოფილიყო. არა აქვს ამას მნიშვნელობა. ასარჩევი ქონდა, მაგრამ არჩევანი გაადაავადა. გააკეთა ესე, რომ რიგრიგობით ემეფად. რამაც რა თქმა უნდა, მე ძალიან ძიმე როლი ითამაშა უკვე და გადამწყვეტი როლიც ითამაშა 1800 პირველ წლების მოვლენებში. მანამდე კი ერთი უბედურება დაატყდა კიდე საქართველოს ტახტს. და საქართველოს სვეტს 1795 წელს ირანში ყველაზე მეტად გაძლიერდა ყაჯართა ტომის ბელადი, საჭურისი აღამ აჰმად-ხანი, რომელსაც უნდა თავის შახად გამოცხადება და რა თქმა უნდა, ხა ერეკლეს თანხმობის გარეშე მით უმეტეს საჭურისი ამას ვერ მიაღწევდა. ის შემოვიდა და იწყებს ყარაბაღის სახანო, ერთ-ერთი ძლიერი სახანო იყო იმის დამორჩილებას. მრავალთვიანი მოლაპარაკება ჰქონდა ერეკლესთან, რომ ცანი ირანის შახად, ერეკლე წინააღმდეგია. ოდოს ის მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთთან. რუსეთის წარმომადგენლები ეს გუდოვიჩი იქნება თუ სხვები პირდაპირ ანიშნებენ, რომ შენ თუ აოხრებ თბილისს, ჩვენ ამჯერად ომში არ ჩავერევით. პარალელურად ერეკლეს წერეთ, რომ ჯარი არ შეკრიბო, მობილიზაცია არ გამოაცხადო, იმიტომ რომ ეს იქნება ომის პროვოცირება. უკვე შენ იქნები დამნაშავე, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. ირანთან ჩვენი ანგარიში გვაქვს, ნუ ჩაგვერევი, მოკლედ დროს აკარგვინებდნენ. და მობილუნარიანობას უკარგავდნენ საქართველოს. სხვა ავი გამზრახავი კავკასიელებიც ფულს უხდიდა, ვისაც ერეკლე და საქართველო არ უყვარდა, მაგალითად ერთ-ერთმა რელიგიურმა ლიდერმა 100,000 ოქროთი გადაუხადა აღამ აჰმად-ხანს მიდი თბილისი აოხრევ. და ყველაზე დიდი უბედურება რა არის. ამ დროს აღამ აჰმად-ხანის ბანაკში იმყოფება განუწყვეტლივი იმყოფება ბრიტანეთის ელჩი, რომელიც პირდაპირ აიძულებს და ის იასე წინსაძეს ამ დოკუმენტები გამოქვეყნებული. აღამ აჰმად-ხანს რომ ილაშქროს აიღოს თბილისი და რატო? რათა დაარწმუნოს, კიდევ ერთხელ დაარწმუნოს ერეკლე, რომ რუსები მზაკვრები არიან, რუსების ნდობა არ შეიძლებოდა და რომ აი ერეკლემ რომ მაშინ გატეხა პირი და დაარღვია ბრიტანეთთან ტრაქტატი, აი ამიტომ ისჯება, რომ შეიძულოს ერეკლემ რუსები საბოლოოდ და დარწმუნდეს, რომ რუსების ნდობა არ შეიძლება. ერთ-ერთი, ანუ ეს არის ერთგვარი როგორ გითხრათ, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა მარკესის რო არის ესეთი, გამოცხადებული აოხრების ქრონიკა, წინასწარ ყველამ ყველაფერი იცის.
ყველაზე დიდი უბედურება რა არის. ამ დროს აღამ ახმატხანის ბანაკში იმყოფება განუწყვეტლივ იმყოფება ბრიტანეთის ელჩი, რომელიც პირდაპირ აიძულებს და ის იასე ცინცაძეს აქვს დოკუმენტები გამოქვეყნებული. აღამ ახმატხანს რომ ილაშქროს აიღოს თბილისი და რათა დაარწმუნოს, კიდევ ერთხელ დაარწმუნოს ერეკლე, რომ რუსები მზაკვრები არიან, რუსების ნდობა არ შეიძლებოდა და რომ აი ერეკლემ რომ მაშინ გატეხა პირი და დაარღვია ბრიტანეთთან ტრაქტატი, აი ამიტომ ისჯება, რომ შეიძულოს ერეკლემ რუსები საბოლოოდ და დაარწმუნოს, რომ რუსების ნდობა არ შეიძლება. ერთ-ერთი, ანუ ეს არის ერთგვარი როგორ გითხრათ, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა მარკესის რო არის ესეთი, გამოცხადებული აოხრების ქრონიკაა, წინასწარ ყველაფერი იცის. მოღალატეები აქაც ძმებს ერთმანეთი აღარ უყვართ და ტახტს უმიზნებენ და ერთმანეთის წარმატება არ უყარიათ. რუსები აქეზებენ აღამ ახმატხანს. აღამ ახმატხანს თავისი ტახტის ინტერესები აქეზებს, რომ ილაშქროს თბილისზე. ბრიტანელებიც აქეზებენ, რომ ილაშქროს, რომ რუსები შეაძულონ ერეკლეს. ეს გმირი 80 წლამდე მისული მოხუცი რეალურად მარტო რჩება. როდესაც მოულოდნელად აღამ ახმატხანი თბილისისაკენ დაიძრა, ერეკლე იმ მომენტში სხვა მიმართულებით იყო და ძლივ შემოასწრო თბილისში. წავიდა ბრძოლები, იომა გმირულად. სხვათა შორის სამასი არაგული საკითხის გასარკვევია და რატო მართალია ბოლოს ერეკლე დამასკდა ეგეთ სიტუაცია იყო, რომ როდესაც მტერმა მოვლა დაიწყო და ნარიყალადან მოდიოდა აღმოჩნდა რომ არავინ აღარ იცავდა. 3000-იანი იმერელთა რაზმს უნდა დაეცვა და მიუტოვებია თბილისი, მოუტაცებია თბილისიდან არაქართველები ახალციხეში წაუყავანით გასაყიდად და ციხე მიტოვებული იყო რეალურად. და ამ დროს რა მოხდა? ალყაში მოქცევის საფრთხე შეიქმნა და უკვე ერეკლე დღეს დღეს მეტეხის ხიდია. იდგასო მისი შვილიშვილები აღწერენ. როდესაც დაინახაო, რომ ნარიყალასთან ყიზილბაშები გამოდიანო და ამ ბებერს ცრემლი წამოუვიდო, გონება გადაეკეტაო, ხმალს გადაჭრა, მათრახი ცხენს და გაეკანა მტრისკენ, ძლივს დავიჭირეთ შვილიშვილებო, რო ვეღარ ვიჭერდით, გავკოჭეთ, ღრიალებ და ტიროდაო, რომ საქართველოს იღუპება მის თვალწინ, რასაც ყველაფერი შეწირა ამ ციბინძურის, ყველას ღალატის წყალობით, ძალი წავიყვანეთ დუშეთისკენ. მაგრამ ამ დროს ამოხდა 300 არაგვის პირელი ხევსური და სხვათა შორის საქართველოს მუსულმანთა რაზმები, რომლებიც დროზე ვერ წამოვიდნენ, ერთმანეთს გადააწყდნენ ჟინვალის ჩრდილოეთით, შეიყვნენ. ერეკლეს მადევრად მეორე-მესამე დღეს გაუშვა აღამ ახმატხანმა 6000-იანი კავალერია მხედრობა, ეს იყო მისი რჩეული ჯარი, იმიტომ რომ ფრანგები როგორ წერენ, რომ ძირითადად ეს 6000 იყო მისი მთავარი დამტყმელი ძალა და ჟინვალთან ბრძოლაში 300-მა არაგვის პირელმა ხევსურმა იმ ჩვენ ქართველ მუსულმან, ასე ვთქვათ, აი ბორჩალოელებთან და სხვა აქ ცხოვრობდა, რა ქვია, მწყემსებად დასაქმებულ მუსულმანებთან ერთად თავპირი დაალეწეს, ფაქტობრივად პირწმინად გაანადგურეს. და ისე გაიქცა აღამ ახმატხანი თბილისიდან, მკვდრების დამარხვა ვერ მოასწრო. დაბრუნდა ერეკლე თბილისში, მაგრამ იავარკნილი იყო საქართველო. მეორე დღესვე რეალურად გასცა ერეკლემ ბრძანება. დაიწყო ახალი ქართული მონეტების ბეჭვდა, რომელი მონეტებიც ჩვენს ფულის მუზეუმში დღესაც ინახება. გეორგიევსკის ტრაქტატიდან საქართველოს უფლება ჰქონდა, რომ თავის ფულზე გამოეხატა ერთ მხარეს რუსული ორთავიანი არწივი, მეორე მხარეს ქართული ნიშანი. ესეთი რაღაცები ჩვენს სინამდვილეში ყოველთვის ხდებოდა თამარ მეფის დროსაც, თქვა არაბული, სპარსული წარწერები კეთდებოდა, რომ მეტი კონვერტირების გამო და მიზნით. ერეკლე მეორე 1797 წლის მერე ამას არასოდეს აღარ იყენებდა რუსულ არწივს, ფულზე არ ატანდა. 1796 და 97 წლებში რა ფულებიც მოჭრა. ყველა ფულზე ერთ მხარეს ქართული ნიშნებია, მეორე მხარეს რუსული არწივი. აონ კახურად თავმოგლეჯილი, ცალთავ არწივებს ატანდა. ეს არის პირდაპირ ანდერძი, რომ ერეკლე რომ არენდო რუსეთს. ერეკლე მეორე დარჩა უდიდეს რუს მოძულედ. ვინ მიაღწია მიზანს? ბრიტანეთის დიპლომატია. დიახ, ბრიტანეთის ელჩი, რომელიც აიძულებდა აღამ ახმატხანს, რომ ელაშქრა თბილისზე, ის იყო გამარჯვებული. მან თავის მიზანს მიაღწია. ერეკლე სამუდამოდ შეაძულა რუსეთი. მაგრამ ამ პოლიტიკური თამაშების შედეგი იყო იავარკნილი თბილისი, აოხრებული თბილისი და რამდენი რამე წყალში ჩაყრილი.
1798 წელს ერეკლე გარდაიცვალა. მომენტალურად დაიწყო ძმებს შორის ტახტისთვის ბრძოლა, ტახტისთვის ჭიდაობა და გიორგი მე-12-მ იმ მიზნით, რომ მამის ანდერძი რომის თანახმადაც მის მერე მიზმას უნდა დარღვეულიყო. პავლეს მიწერა წერილი თხოვა, რომ საქართველოს ხელახლა სულ სხვა პირობებით მიეღო რუსეთის ქვეშევრდომობაში, ამიერიდან ისეთი რაღაც უფლება შეეძინა რუსეთს, რომ მეფე ქართლახეთისა რუსეთს უნდა დაემტკიცებინა. ოღონდ ერთი პირობით თუ მის შვილს დაამტკიცებდა ძმის ნაცვლად. და საკუთარი ოჯახის, ასე ვთქვათ, პოზიციის გამყარების მიზნით ჯარის შემოყვანაც თხოვა. ამაში დიდი როლი ითამაშა გაბრიელ ჩოფიკაშვილმა, მერე ყაზბეგად რო იწოდა. გიორგი მაზნაურობა მიენიჭა, რუსებმა მერე მაიორობა და გამოატარეს რუსული ბატალიონი. ეს მოხდა 1799 წელს, რათა გიორგის სიკვდილის შემთხვევაში ტახტი მიეღო არა იულონს, მის ძმას, არამედ მის ვაჟს, აი ამ როგორც იტყვიან, რა ქვია, აზარტულ მოთამაშე და გარყვნილ დავითს. და ამის შემდეგ გიორგი მაინც შეშინდა, რომ ეს პირობა არ დარღვეულიყო, სამ რუსები გაიგებდა, რომ ის მოგტებოდა. უკვე ძალიან მძიმედ რო იყო. და ახალი წერილი გააგზავნა, რომ ჩემსავე სიცოცხლეში უარს ვამბობ ტახტზე და ჩემს მაგივრად ეხლავე დანიშნე ჩემი ვაჟი დავითი, რომ მოვესწრო ამას. მაშინ იყო ესეთი წესი, ელჩი ქართულ წერილს თავად თარგმნიდა რუსულად, მას ჰქონდა ეს ბეჭედის და ყველაფერის და ისე შეკონდა იმპერატორთან. ელჩი იყო გარსევან ჭავჭავაძე, ყოფილი გლეხი მამოჩიშვილი, რომელიც ერეკლემ დააწინაურა დიდ კაცად გახადა. ამ გარსევანმა თავისი ვაჟიშვილი ეკატერინე მეორეს მოანათულინა. ის აღარ უფიქრია, რომ ეკატერინე მეორეაც უკვე მკვდარია და პავლე სეზიზღებოდა დედამისი და ყველაფერი დედამისის დანატოვარი, რომ ჩათვალა, რომ იმპერატრიცის ნათული შვილი ყავს და რატომაც არა. თვითონ შეიძლება მშვენივრად გამختارიყო საქართველოს ხელმწიფე და გააყალბა წერილი და ესეთი რამ ჩაწერა. ეს უწერია უკვე ბაგრატ ბატონიშვილს. რა არის ახლა გაყალბებულ წერილში? რომ გიორგი თითქოს თხოვს, რომ მე ჩემსავე სიცოცხლეში გადამაყენე. ოღონდ გთხოვ მეც და ჩემი შვილებიც გადაგვასახლო რუსეთში, დაგვინიშნო პენსია ციმბირში. ითხოვს თითქოს გადასახლებას და აქ სხვა დანიშნო საქართველოს მმართველად. არა ჩემი მოგვარე. ამ წერილს ხო გადასცემს იმპერატორს და ჩამოდის საქართველოს და მომხრებს, იკრებს, რომ აი დღე-დღეზე მე გამომაცხადებენ საქართველოს მმართველად. ამ ყველაფერს გაიგებენ ჩვენი უფლისწულები. სხვა შორის პავლესაც ეჭვი შეაქვს და პავლე აგზავნის კონორინგს, რომ მოდიო ამ მეფობის, ასე ვთქვათ, გადმოცემის აქზე თვითონ გიორგი მოაწეროს ხელმძღვანელს. ეს არალეგიტიმურად ჩანს, მით უმეტეს ეს ის პერიოდია საფრანგეთის რევოლუცია მიდის და ლეგიტიმაციის პრინციპები ძალიან მაღლა. სანამ რეინექს თბილისში ჩამოვიდა, გიორგი გარდაიცვალა. მაშინ უკან გაბრუნდა, ვერ გამოაქვეყნა და პავლე ცალმხრივად გამოსცა ეს აქტი რუსეთში, თუმცა ამასობაში უკვე ქართული უფლისწულები ჩავიდნენ, დაიწყეს მოლაპარაკება ბაგრატ ბატონიშვილი პირველ რიგში, რომ ეს არის სიცრუე, ესეც წერილი ვერ იარსებებდა, ეს არის გარსევანის გაყალბებული, იმიტომ ძულდა მე ქართულ საზოგადოებას გარსევანი და თუ ნახავთ ჩვენ მოღვაწეს ვეღარ ვიპოვეთ მე-19 საუკუნის დასაწყისით, ვინც გარსევანს მოღალატეთ ართულიდეს და ეს ყველაფერი გამჟღავნდა. ამასობაში პავლეც მოკლეს, ალექსანდრემ შექმნა კომისია, რომ კომისიაზეც ეს ყველა მონაცემი დაიდო, რა თქმა უნდა პავლეს აქტი გაუქმებულად ჩაითვალა, დავითს დროებით მისეს მემკვიდრე მმართველის ტიტული, მაგრამ საქართველოში არ გაჩერდა ტახტისთვის ბრძოლა, არ გაჩერდა წერილები ალექსანდრესადმი. აქეთ ერეკლეს შვილები, იქით ერეკლეს შვილები წერენ, არა მე ტახტი მინდა და არა და ომი იქნება, არა და დავკოცავთ ერთმანეთს და 1800 პირველი წლის 11 სექტემბერს ალექსანდრე პირველი მამის ყვლელობაში ეჭვმიტანილი ალექსანდრე პირველი თავს იცხადებს რუსეთის იმპერატორად, ხოლო მეორე დღეს 12 სექტემბერს სხვა შორის მოსკოვში, იმიტომ რომ მოსკოვში ხდებოდა იმპერატორის კურთხევა, ის გამოსცემს ეგრეთ წოდებულ ქართლის სამეფოს გაუქმების მანიფესტს, რაც ინამდვილეში არის შემდეგი რა. რუსეთის იმპერატორი თვითონ ხდება ცარ გრუზინსკი. ანუ გადააყენებს ბაგრატიონების დინასტიას და ერეკლეს ტახტზე ადის რომანოვი. აი რეალური აქტი იყო ეს და იმ აქტში წერია, რომ აი ურთიერთდაპირისპირება, ძმათა შორის შუღლი, მანამდე აღამაყმაყანის მიერ აოხრება. აი ეს არის პრობლემები, რომელიც აქვს საქართველოს და რაც მას აიძულებს ქართველი ერის დაცვის მიზნით
საერთოდ ჩამოართვეს მეფობა ამ საგვარეულოს. ეს ჩვენი დიდი სათქი ვარ და პრობლემა ერთმანეთის გაუტანლობა, მაგრამ რაც შეეხება ერეკლე მეორეს, ერეკლე გმირი ერეკლე, რომელიც მართლა ქუხდა იმ დროინდელ აზიურ პოლიტიკაში და როგორც ჩანს, არა მარტო აზიურში. გმირი მეფე მოკვდა რუსეთის ორთავიანი არწივისთვის კახურა თავის მომგლეჩი, ქართველად, ბოლომდე ანტირუსად. ბოლომდე იმ პატარა კახად და დიდ ვაჟკაცად, რომელმაც არაერთხელ ხერხემალში გადაალეცა და გადაანგრია ირანი, გადალეცა და გადაანგრია ოსმალები და დაგვიტოვა ხმალი როგორც ნიშანი მომავალი დიადი გამარჯვებების.